მივესალმები მაყურებელს და მსმენელს. დღეს უაღრესად საინტერესო თემით ვარ წარმოდგენილები ბიზნეს პოდკასტში. მე პირადად ეს თემა ძალიან მაინტერესებს. სადღაც დაახლოებით 10 წელია, რაც ინტერესით უდგები და ჯოჯოვის ხვის გამოცდილებას უსმენ მეტად ვიდრე საკუთარს ვქმნი, ეს არის წყვილი ბიზნესში. ანუ როგორ შეიძლება აკეთოს წვილმა, ცოლმა და ქმარმა, ბოიფრენდმა, გერლფრენდმა რა მნიშვნელობა აქვს, ფორმაც არ აქვს, მნიშვნელობა ფაქტი არის, რომ შინაარსობრივად წვილია და ამავე დროს აკეთოს ბიზნესი და როგორ დააბალანსოს ეს ორი. ანუ ეს არის ის თემა, რომელიც დღეს გვექნება, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ ამით. ელისო და გიორგი, როგორც ხვდები, ეს ბრენდი ელისო და გიორგი აღარ არის და თქვენ რებრენდინგის ფაზაში ხართ. მოდი პირდაპირ ამითი შევხვდები, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა გაგიცნოთ და გიცნობთ როგორც ელისოს და გიორგის. როგორც ადამიანებს, რომელიც არის კონტენტ კრეატორები, კონტენტ მარკეტინგი, თანწყვილი, ანუ ეს ყველაფერი სხვადასხვა მოდი ასე ვთქვათ განზომილებები არის ერთი და იგივე ამბის, მაგრამ რა ხდება ელისოს და გიორგის ბრენდის გარშემო. აი ესე დავიწყებ პირდაპირ და მოგესალმებით. მოგესალმებით ყველას. კაი კითხვა იყო. ბალანსზე ვიტყვი ძალიან მარტივად. დამეთანხმებით, რომ ახალგაზრდობაში ყველაზე მეტი ენერგია გვაქვს და ისეთი ენერგიული, შეიძლება აი როგორც 15 წელს 106 კილო ვიყავი, მაშინ არ ქონდა იმდენი ენერგია, რამდენიც ახლა, როცა დავიკელი. მაგრამ, მაინც ახლა ბიოლოგიურად, რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, მით უფრო მეტი ენერგია გაქვს და მით უფრო მეტი ჰასლ შეგიძლია და მეტის მიღწევა. ამიტომაც ბალანსის თემა ცოტა ბიზნესისკენ არის ახლა ვიდრე ურთიერთობებზე, პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ ეგ რა თქმა უნდა არაფერს არ უსვლის ხელს. ვიცით, ვაცნობიერებთ ორივე, მაგრამ რაც დრო მიდის, უფრო ბალანსდება ეგ. და ჯიმ რონმა როგორც თქვა, არ ვიცი, მე ესე ვფიქრობ, ჯობია ეგრევე მზა ადამიანი იყო, ვიდრე ვიღაც გადააკეთო. ამიტომაც ჩვენ თავიდანვე ბიზნეს მიტინგებით დავიწყეთ, ბიზნეს სემინარზე გავიცანეთ ერთმანეთი. ბიზნეს პაემნებით. კი, პირველი პაემანი იყო Facebook რეკლამა როგორ გაუშვო, მაგალითად. და გაყიდვების სკრიპტის გარჩევა მეორე მხრივ. რა თქმა უნდა, მაშინ რაღაც ნამიოკები და რაღაცები არ იყო, მაგრამ საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ ურთიერთობას ავაშენოთ ბიზნესთან ერთად. და მე შენთან მაგკითხვა ელისო. შენთვისაც ეგრე არის ბიზნესი და მე ურთიერთობა? კი, გიორგის ვუყურებდი როგორც უფროს კოლეგას, მეგობარს და გიორგის უფრო ადრე გაუჩნდა რომანტიკული ფიქრები ვიდრე მე სინამდვილეში და მეც, თავის თავად მოხდა ეს ყველაფერი, არა დაძალებით და არა მიზნობრივი ძებნით. ოკეი, და თქვენ დაიწყეთ რეალურად ბიზნეს საუბრებიდან. კი. და ბიზნეს შეხვედრები იყო პირველი თქვენი ფორმატი ურთიერთობა, სწორედ მესმის? ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ კონკურენტები ვიყავით და ერთმანეთს წესით არ უნდა დავუყურებდეთ. აი ამაზე ცოტა მეტი მომიყევით თუ შეიძლება. ჩვენ გავიცანთ ერთმანეთი ქსელური მარკეტინგის კომპანიაში და სადაც არ ვიყავით ერთმანეთთან დაკავშირებული ფინანსური ინტერესით, წესით ვიყავით კონკურენტები. და მთელ ამ კომპანიაში ვნახე, რომ Facebook-ის რეკლამით, ვიდეოების გადაღებით, კონტენტით მუშაობდა მხოლოდ გიორგი და ინტერნეტიდან მოყავდა ხალხი, ეს იყო რაღაც ძალიან უცნაური მაშინ იმ კომპანიაში. ეგ როდის ხდება? 2019-ის ბოლოს. იქ აღმოჩნდი თავისუფალ უნივერსიტეტში ჩემი კურსელი იყო, ასევე 100%-იანი გრანტით და რაღაცა და მისი ავტორიტეტით მივედი, იმიტომ რომ რაღაც შორიდან ვუვლიდი ამ კომპანიებს და მე შიგნიდან რომ ვნახე, მომეწონა პროდუქტი, მომეწონა სისტემა, გიორგი დავინახე იმ მენტორად, რომელსაც მართლა შეეძლო ის ესწავლებინა, მე რაც მინდოდა და როგორც მინდოდა რომ ეკეთებინა. ანუ გიორგის ქონდა რაღაცა, რაც გინდოდა რომ შენ შეგეძინა. მოდი ეგრე ვთქვა, სწორედ გავიგონე, რასაც ამბობ? და რა იყო, კარგად ყიდდა, ინტერნეტს ეფექტურად იყენებდა თუ რა იყო, რა მოგხიბლა? ქსელური მარკეტინგის მთავარი მეთოდები რო გავიხსენოთ, არის ქუჩაში დგომა, ფლაიერების დარიგება, ან უცნობებთან ჩამორეკვებისაც არ აინტერესებს და იმდენად
რაღაც მომყიდეს, რომ ეს არის ბიზნესი და ან ესე უნდა გააკეთო, ან არ არსებობს და გიორგისგან დავინახე ის რის სიკეთებაც მე მინდოდა და რაც ახლოს იყო იმ გამოცდილებასთან ფორმალური მარკეტინგის კურსების და სერტიფიკატების ის გამოყენებაც მინდოდა, მაგასთან იყო ახლოს და მე მქონდა ძალიან დიდი თეორიული ცოდნა, როგორ ყოფილიყავი დასაქმებული მარკეტინგის მენეჯერად რაღაც დიდ კომპანიაში, მაგრამ მივხვდი, რომ საქმეზე თუ მარტო ვიწყებდი ყველაფერი ჩემზე არის, პრაქტიკული გამოცდილება გიორგის უფრო მეტი აქვს, სერტიფიკატების, პრესტიჟული სასწავლებლების და ყველაფრის გარეშე, რაც იყო ჩემთვის ეგოს ნგრევა, შოკი. როგორ გამოსდის ამ ტიპს ფორმალური რაღაცების გარეშე ეფექტურად მუშაობა? აი იგი იყო ქაღალდების გარეშე, ხო? კი, ანუ არც პრესტიჟული სასწავლებელი, არც სერტიფიკატები, არც ათოსანი არ არის. ეს ისთვის ვაკეთე, რომ საბოლოო ჯამში ამან მეტი იცის და შენ 500-ს მაგრა გაგიტყდა ეგ თუ 1000-ს თუ როგორ არის არ ვიცი შენ რომელი ეპოქის ალბათ 1000-ი თუ 100-ანი არ ვიცი 1000-ი შოკი იყო ნამდვილად, მაგრამ ეგრევე აღფრთოვანება გამოიწვია და არა წენა. მოგინდა სწავლა მაგისგან? ამიტომაც შევთავაზე, რომ მოდი რაღაცაები გავცვალოთ და აი მე რა ვიცი, აი შენ რა იცი. სანამ გაგრძელებ ამ ისტორიას, შენ ახსენე კონკურენტები ვიყავით. როგორ უყურებ კონკურენციას და ვის აღიქვამს შენ კონკურენტად საერთოდ? ნებისმიერი ადამიანი, ვინც იგივე მისიით არის და იგივე რაღაცას აკეთებს, იგივე ადამიანისთვის. მაგრამ კონკურენტი, როგორც ამ შემთხვევაში, მაშინ შეიცვალა, რომ უდრის კოლეგას, რომელსაც შეგიძლია გაუზიარო. კონკურენცია ზოგადად ძალიან ცხოველური ინსტინქტია, რომ რაღაც რესურსები შეზღუდულია და ერთმანეთს უნდა წავაგლიჯოთ და როდესაც ამას აქედან გამოდიხარ და გადავდივართ ადამიანურ ტვინში და ნეოკორტექსში, ხვდები, რომ ადამიანები არ იწურებიან. ყველა პრობლემა იმ ხელა არის, რომ ყველა კონკურენტი ერთად აღებული მაინც ვერ ეყოფა ამ პრობლემების გადაჭრას, როდესაც ესეთი ინდუსტრია, როგორშიც ჩვენ მუშაობთ. ყველას ყველაფერი ეყოფა და ყველა თავისიანს და თავისებურს იპოვის და სხვადასხვა მიზეზით აირჩევს და ერთადერთი, მოკლედ, მთავარი ფრაზა ის იყო, რომ დამწყებები შედიან კონკურენციაში, ნამდვილი ბიზნესები შედიან კოლაბორაციებში. და ეს იყო ჩემთვის მთავარი გადართვა გიორგის გაცნობის შემდეგ. ანუ გიორგისთან გაცნობა მოგიტანა, ეგ გააზრება, რომ შეიძლება კოლაბორაცია აწყონ ასოთ იმისა, რომ ეძიზგიოთ ერთმანეთს? ზუსტად. შენთვის არის კონკურენცია? აი, ყველაზე ესეთი მტკივნეული თემა არის, იმიტომ რომ არ მიყვარს კონკურენციაზე საუბარი, არ მჯერა კონკურენციის, მაქედან დავიწყოთ. ჩვენ გვიყვარს მტკივნეული თემები. ხო. და აი კონკურენციის გამო ისეთ რაღაცებს აკეთებს ზოგი, სპეციალურად ქირაობს ბოტებს, რომ კონკურენტს გაუფუჭოს ლიდები, ანუ Facebook-ის რეკლამა ხო გართმევს ყოველ მოწერილ მესეჯზე და ტიპები ქირაობენ სპეციალურად, არასწორი ტიპი სპეციალურად ბევრჯერ წერს კონკურენტს, რომ გაუფუჭოს რეკლამა მაგალითად. და ისეთები მესმის, არ მჯერა ხანდახან და მართლა ხდება. ხო და შენ პრაქტიკაში მოხდა რა? შენ წინამდე და კლიენტების პრაქტიკაში ძალიან ხშირადაა, ფიზიკურ ბიზნესებში, განსაკუთრებით ვინც აი ტელეფონებს ყიდის, რავი, power bank-ებს და რაღაცა, აი მაგ სფეროში ძალიან ბევრჯერ გამიგია ეგ და მაგარი შოკი იყო. მე ყველაზე მეტად მიშველა კონკურენციის, აი ეს საერთოდ რო არ მქონდეს თავში კონკურენცია, აი ეს კონკურენტი ხალ დამასწრებს რაღაცა, happy pocket full of money. წიგნია ეგეთი, ჯაკანდის წიგნი, არ მახსოვს სახელი გვარი კარგად, მე მგონი ჯაკანდი ქვია. და იმან ხსნის სიუხვის აზროვნებაზე გადასვლას. ანუ როგორ შეგიძლია სიუხვეზე და შექმნაზე იფიქრო, როცა ფიქრობ დეფიციტზე. დეფიციტია კონკურენცია. შენ თუ მიაღწევ წარმატებას, მე არ მეყოფა. ანუ სისულელეა. ანუ თუ ვიღაცა მიაღწევ, ხო, რაღაცა შენ წაგერთვა და თითქოს შენ დაგაკლდა, ან ხო. და ამ დროს აბრაამ ლინკოლნი, ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი, მე მგონი ისტორიაში, ამბობს, თუ ვიღაცამ მიაღწია წარმატებას, ესე იგი, ყველას შეუძლია იგივეს გაკეთებაო. ვის მოусმენ ახლა ვიღაცა ტიპს ვინც ბოტებს ქირაობს იმისთვის რომ კონკურენტი ჩაძიროს თუ აბრაამ ლინკოლნს ხო? ხო, ნუ ალბათ სხვადასხვა დროს სხვადასხვა აზრები მოგდის, იმიტომ ცნობიერება იცვლება გზაში და ალბათ თქვენს ეგ გზა გაიარეთ და მაგაშიც აუცილებლად შევალ. მე ხა კითხვა მაქვს შენთან. შენთან რომ მოვიდა ელისო, შენ როგორ აღიქვი? აი მოდი რაღაცა ვქნათ ერთადო. ანუ შენთვის რა იყო ეგ მოპატიჟება? რა მე პირველი შეხედვიდანვე შემიყვარდა და შენ ეგრევე დაიცი? კი. აჰა.
საინტერესო სცენა იყო. 13 დღის მისული ვიყავი ამ კომპანიაში. პირველ 3 დღეში მივიყვანი 2 მომხმარებელი. შემდეგ 10 დღეში პირველი გაყიდვები წამოვიდა და პირველი 72 ლარი ესო შენ გეკუთვნისო და აწი შენ თვითონ თუ გაყიდიო, შენი იქნებაო და გადავთვალე, რომ დღეში რამდენჯერ შეიძლებოდა მეკეთებინა, მერე 30 დღეზე და უფრო მეტი გამომივიდოდა, ვიდრე ნებისმიერი დანაპირები ხელფასი, რაც იმ მომენტში მქონდა და ამ ყველაფრისთვის კიდევ გამომიყვანა სცენაზე და გამომაცხადეს, რომ აი 20 წლის გოგო მოვიდა და გააკეთა პირველი 72 ლარი თუ რაღაც და აი მაშინ დამინახა გიორგიმ პირველად და მე ოღონ არ ვიცოდი. და ეგრევე შეგიყვარდა. კი. თან გაცნობ სანამ გავიცნობდი, მანამდე ყოფილ სასულეს დავშორდი და ვუთხარი საკუთარ თავს, რომ ყოფილი სასოლე საინტერესო ტერმინია. კი, ანუ სასოლე უნდა გამხდარიყო, თარგმნი ახლა და სოლე უნდა გამხდარიყო და შენ დაშორდი. ის დამშორდა. აი ის დაშორდა. ხო. კიდე კაი, ახლა მადლობა სუხდი. არანაირად. მადლობა. მადლობა მართლა. საერთო სახელი. და ვუთხარი თავს, როგორი უნდა იყოს მეთქი ჩემი შემდეგი girlfriend-ი, ცოლი, ნუ ჩემი ასე ვთქვათ, მეორე ნახევარი. უნდა იყოს ბიზნესზე ორიენტირებული, უნდა იყოს, ანუ არ უნდა გქონდეს ის, რომ აი სამსახურში უნდა ვიმუშაოდე რაღაცა, იმიტომ რომ თუ არ ვემთხვევით, მაგ ძალიან რთული იქნება მე ურთიერთობა, მაგას ვაცნობიერებდი, იმიტომ რომ იგივე დამემართა წინაზე. ბიზნესზე ორიენტირებული უნდა იყოს და უნდა კარგი იქნება თუ იქნება იმ კომპანიაში, რომელშიც მე ვარ. მაშინ იყო ეს, ნუ ერთ-ერთი ქსელური კომპანია. ზუსტად შეუქმნია მანიფესტაცია ამას. კი, სერიოზული მანიფესტაცია იყო და მართლა ახლა დაახლოებით გეტყვი ახლა. ოქტომბერში დამშორდა, ნოემბერში 2019 წლის ზუსტად ერთ თვეში გავიცანი ელის. შენთვის არ იყო ეგრე? ჩემთვის ასე არ იყო, იმიტომ რომ მეც წინა ურთიერთობიდან ახალგამოსული ვიყავი, ჭრილობების მოშუშების პერიოდი მქონდა და გადავწყვიტე, რომ ძალიან კონცენტრირებული ვიყავი საკუთარ თავზე, მივედი ცეკვაზე, იქ რაღაცა ბავშვობის სურვილების ასრულებაზე და არ ვეძებდი იმ მომენტში სასწრაფოდ ახალ ურთიერთობაში გადახტომას. მაგრამ ნუ სწორი დრო, სწორი ადამიანი რო გამოჩნდა, ეს რაღაცა დედლაინი გამიჩნდა და როგორ მიხვდი, რომ სწორი ადამიანი? თავიდან ვერ მივხვდი, იმიტომ რომ როდის დამთავრდება ეს? ანუ როდის შეიცვლები, აბა? ნუ ხო, მამოწმებდა რა. ხო, დიდი ხანი ვამოწმებდი. ნუ ეს ხუმრობით, მაგრამ პროცესში უკვე ხვდებოდი, რომ იმ მომენტში ვიყავი ამ წონასა შედარებით 10 კილოთი მეტი დიდი კუნთებით და ვეჯიბრებოდი ყველა კაცს და ნუ პასუხიც ეგ არის, რომ ნაკედან 1 წელში ძალიან ნაზი და ქალური და რაღაც სხვანაირი გავხდი, ეგ იყო ჩემთვის მინიშნება. და რატო ეჯიბრებოდი კაცებს? უნდა დამეცვა საკუთარი თავი, მე ესე ვხედავდი. თავდაცვა იყო შენი? კი. რატო გატკინეს? კი. ბევრი? კი. ოკეი. მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ორივეს ყავდა როლური მოდელი, ასე ვთქვათ, წყვილების, რომლებიც ბიზნესს ერთად აკეთებდნენ და შეიძლება ყველაფერში არა, მაგრამ ამ რაღაცაში ძალიან გვინდა და მიბაძვა. ვინ არის? ჩემთვის ეს იყო ინებაში მუშაობდი, ეს იყო ჩემი პირველი სამსახური, მარიტა დალეკო, სალამი. სტარტაპერები და ერთად მუშაობდნენ და ჩემთვის იყო ძალიან დიდი ინსპირაცია, რომ მეც ასე მინდა. რა მოგეწონა იმ წყვილში? იმათ ოპერირებაში, ბიზნესში რა მოგეწონა? ანუ რაღაცა ხო შთაგაგონებს, ან ტყუილა ხო არ იძახი რომ მომინდა. ესე იგი რაღაც შთაგონება გაჩნდა. და რა იყო ეს შთაგონება? რომ თანასწორ პარტნიორად უყურებ და არა გამოსასწორებელ პროექტად, რაღაცებში ბოლომდე შეგიძლია მიენდო და არ ეკაჩები. აი ეს, რომ ერთად აკეთებენ, ორივეს ერთნაირად უნდა და ორივეს უნდა და ერთმანეთს არავინ არაფერს არ აძალებს. და ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ ნუ სკოლის და უნივერსიტეტის პერიოდში გოგოები არიან ხოლმე ბეჯითები და რაღაც გამოცდილება წინა პარტნიორებთან დამიგროვდა ისეთი, რომ ვეკაჩებოდი რაღაცაებში და არ გამოვიდა. და ეს ინსპირაცია მქონდა, ბევრად დიდი ხანი გამომივიდა ჩემი მანიფესტაცია. იმ მომენტში როცა გავიცანი ამაზე არ ფიქრობდი, მაგრამ მერე დავფიქრდი, რომ რამდენიმე წლით ადრე ზუსტად ამაზე მიფიქრია და გიორგისაც ყავდა ეგეთი წყვილი და გიორგი მოგვიყვება. ქსელურ კომპანიაზე მინდოდა მეთქვა წყვილზე. ხო, წყვილზე. ხო, ინსპირაცია იყო მაქედან ყველაზე მაგარი ქსელურ კომპანიას აქვს ივენთები. იქნება ბიზნესის თუ კონკრეტულად იმ სფეროსი, რომელშიც არის ეს კომპანია. ნუ ჩვენ შემთხვევაში იყო ნუტრიციის მიმართულებით, ნუტრიციოლოგიის მიმართულებით. ანუ ძალიან მაგრად გასწავლის იმ ადამიანს, ვისაც მაგალითად ბევრი ფული არ აქვს დასაწყისში, რომ მაგარი ტიპებისგან ისწავლო
რაღაცა high income skill. ხო, ანუ მაღალანაზღაურებადი სკილი, უნარი. და მან ხედავდი, სცენაზე გამოდიოდნენ წყვილები, მეთქი ერთად მუშაობენ, ანუ ჩემთვის იყო რაღაც წარმოუდგენელი, ანუ პარადიგმა თლიანად შემეცვალა მანდ. ანუ შეიძლება, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ ჭამდეს, მაგრამ ბედნიერად იყოს და თან ერთად აკეთებდეს ფულს. მან შემეცვალა რა თქმა უნდა და მანდ მივხვდი, რომ შეიძლება ეგრეთ, თორე ეგ რო არ დამენახა, ვერც დავიჯერებდი, რომ ერთად შეიძლება ბიზნესის კეთება. ამიტომაც ჯერ ჩემი აზრით უნდა დაინახო ვიღაც ტიპი, რომ ეგრეა, რომ შენ შეგეძლოს, იმიტომ რომ მოგინდეს. პირველი ავია კომპანია რო შეიქმნა, როდის გაფრინდა პირველი რეისი. რამდენი ხანს ელოდებოდნენ, სანამ პირველი რეისი გაფრინდებოდა, ყველას ეშინოდა ეხლა. როგორ შეიძლება რაღაც მანქანაზე დაждდე, რომელიც დაფრინავს. ხო და მაგას ელოდება სოციალურ მტკიცებულებას. თუ შენ უკვე იმუშავე შენ თავზე, იარე ფსიქოთერაპიაზე. სხვადასხვა თვითშემეცნების და განვითარების workshop-ებზე, სემინარებზე, რეტრიტებზე. მაგრამ გრძნობ, რომ შენი ცხოვრება სინამდვილეში არ იცვლება ისეთი ტემპით და ისეთი ხარისხით, როგორიც შენ გინდა. ზუსტად ამისთვის მე გეპატიჟები ჩემს ავტორო პროცესზე, რომელსაც ქვია გადატვირთვა. გადატვირთვის შემდეგი ნაკადი იწყება 30 მარტს. ამიტომ შენ გაქვს დრო ჩაეწერო ჩემთან პირად ზარზე და გაიარო, რამდენად გადატვირთვის პროცესი შეიძლება იყოს სასარგებლო პირადად შენთვის. დაჯავშნე ზარი ჩემთან. ოკეი, გავიგე და ეხლა ელისო შენთან ამაკ ეგეთი კითხვა. შენ და გიორგის პრინციპში კარიერული გზა არა გაქვთ ერთნაირი, ანუ შენ ბევრი ფორმალური განათლება გაქვს, ბევრი სხვადასხვა პროფესია და რაღაცნაირად ეხლა შენი სხვა ინტერვიუები რომ მოვისმინე და ვათვალიერე, შენ ლაპარაკობ იმაზე, რომ საკმაოდ ფლუსტრირებული იყავი, რომ ამდენი რაღაცა ცოდნა, ამდენი გამოცდილება, ამდენი დიპლომი, ამდენი კურსი და ამ დროს არ არის შემოსავალი რაც გინდა და არც თვითრეალიზაცია არ არის. ხო და რამ გადაგალახინა აი ეს როგორ თქვა აი ზღვარი სადაც შენ საკმაოდ მოდი ესე ვთქვათ შეზღუდულ შესაძლებლობებში იყავი რაღაცა მომენტამდე და მე მოხდა რაღაცა ნახტომი ხო ანუ ეს კვანტუმ ნახტომს ვეძახ ყოველთვის იმიტომ ის ყოველთვის კვანტუმურია რა იმიტომ სხვანაირად მას კომფორტ ზონას ვერ გაცდები რა იყო შენ შემთხვევაში ეგ ჩემ შემთხვევაში მივხვდი რომ ყოველთვის მამზადებდნენ მაღალანაზღაურებადი სამსახურისთვის არასოდეს არ იყო ბიზნესი როგორ აკეთო მაგიდაზე საერთოდ ასარჩევად და ეს ანუ დრო უნდა გაგეყიდა სხვაზე ანუ ეგ იყო პარადიგმა რომელშიც გამზადები მე-10 კლასიდან CV-ს ტრენინგებზე დავდიოდი როგორ მოვაწონო თავი ამ საქმებელს და რა ჩავწერო რომ მეტი გადამიხადოს იმიტომ რომ მაღაზია ყველაფერი დამოკიდებული და აქ მივხვდი რომ ყველა ადამიანი რომელიც ფულს გამოიმუშავებს რაღაც გარკვეულწილად რო ავიღოთ არის ბიზნესი ოღონდ დასაქმებული ადამიანი იღებს შემოსავალს ერთი დამკვეთისგან რომელიც არის მისი დამსაქმებელი ფრილანსერი იღებს 2-3 დამკვეთისგან და ბიზნესი უბრალოდ აკეთებს ისეთ სისტემებს და ისეთ გუნდს ქმნის, რომ თავისი ტალანტი გაამრავლოს მთელი ქვეყნის და შეიძლება მსოფლიოს მასშტაბით. ანუ ეს არის შენი ნიჭის გამრავლება, რისკის ფასად და რაც უფრო მეტი თავისუფლება არის, მით უმეტი პასუხისგებლობა და ირჩევ რომელი გინდა მეტი ან ნაკლები და მე ავიღე ყველაფრის მაქსიმალიზმი. და ოკეი, მაგრამ ამან ბოლომდე არ მიპასუხა იმ კითხვაზე, რომ ნახტომი რა იყო. ანუ მან ვერ მოვკიდე ხელი მაგ პასუხს, რომ აი რა იყო ნახტომი თვითონ, ანუ რამ დაგაძლევინა ის გრავიტაცია, იმიტომ როგორც მე ესე ვაკვირდებოდი, შემუშაობდი, კი რაღაც ფულს გამოიმუშავებდი, მაგრამ ეს არ იყო ის რაც შენ გინდოდა. ყოველ შემთხვევაში რაც გაგ დღეს. კი. და აი ეს გადამწყვეტი რა იყო? ნუ გიორგისთან დაპარტნიორება გავიგე, მაგრამ კიდე რა იყო მას? ნუ ეს მათემატიკა პირველი 72 ლარი რო გამოიმუშავე შემთხვევით, გადავთვალე დღეში რამდენჯერ შემიძლია, მერე თვეში რა გამოვა და უკვე რომ მეტი იყო, მივხვდი რომ ყველა რისკად და სირთულეთ და რაღაცა ღირდა, იმიტომ რომ უკვე გამომივიდა. აი ეს შემთხვევით გამოსვლის და მერე მათემატიკა დამეხმარა ერთი მხრივ და მეორე გიორგის მაგალითი, რომ უფრო მეც გამოიმუშავებდა, ვიდრე მე ჩემი დახუნძული
პროგრესივებით. ხო, ანუ გიო, ეგეც საინტერესო არის. ანუ შენ როგორც ეგეთი შენ ახსენე ფურცლები, ტყუილ არ ახსენე ტერმინი, ანუ შენ დღემდე მიგაჩნია, რომ ეს ფურცელია და ფორმალობაა, ანუ როგორ უყურებ ამას? კი, ეგრე მიმაჩნია რა თქმა უნდა, თუ არ გაქვს გადაწყვეტილი იყო პროფესიონალი ექიმი ან იურისტი. ამ შემთხვევაში კი, გჭირდება, ითხოვენ კიდეს და სხვანაირად არ გამოგივა, ძალიან ბევრ შემთხვევაში. ხო, ეხლა არასდროს არ მივიდოდი არა დიპლომირებულ მაგალითად ქირურგთან, ვინც ოპერაციას მიკეთებს. მან 100% გჭირდება, მაგრამ სხვა პროფესიაში ეს უბრალოდ ქაღალდია. ანუ ადამიანები ელოდებიან 4 წელს, მერე 2 წელს ამატებენ მაგისტრატურას და გონიათ, რომ უფრო მეტი ხელფასი ექნებათ, როცა უკვე აქვთ იმის ცოდნა, რომ ადამიანების 90%-ს დაეხმარონ, იმიტომ რომ რაღაც სფეროში ყველა მიცის ადამიანების 90%-ზე მეტი. მაგალითად, 10 ბალიანი სკალით, რომელიმე სფეროში თუ ხარ უკვე 6-იანზე, 7-იანზე, ადამიანების უმეტესობა შეიძლება იყოს 2-იანზე, 3-იანზე. და იმისთვის რომ 6-იანზე ავიან შენს ნიშნულზე, ფულს გადაგიხდის მაგაში. ანუ უკვე შეგიძლია მაგის კეთება. რატომ დაელოდო 4 წელი? 6 წელი. ანუ მე და შემგონია, რომ მენტალიტეტით გავართ, იმიტომ მიუხედავად იმისა, რომ მე ფორმალური განათლება მაქვს და საკმაოდ კარგი ხარისხის, მე ვარ იურის დოქტორი, ანუ ზუსტად ის პროფესია, რომელსაც შენ ახსენებს, ხო, იურისპრუდენციის. სიამდვილეში ეს არ იყო ჩემი სურვილი, ჩემი მშობლების სურვილი იყო, მან ვისწავლე 9 წელი წარმოიდგინე ვისწავლე იურისპრუდენცია, თავის ასპირანტურით და ყველაფერი და ხარისხების დაცვით. რაც ერთი დღე არ მიმუშავია იურისტად. ანუ არასოდეს არ მიზიდავდა, არაფერს არ ვეჩი, მე მადლიერი ვარ, იმიტომ რომ იურისტს აქვს ძალიან სპეციფიური აზროვნება. მე რო დოკუმენტებს ვკითხულობ, სხვანაირად ვკითხულობ, იურისტის თვალით ვკითხულობ, იურისტები სხვანაირად კითხულობენ დოკუმენტებს. რისკებსაც სხვანაირად ხედავ. ეს ყველაფერს PR-ში ძალიან გამომადგა. აი გაზროვნება, იურისტის აზროვნება და საერთოდ ძალიან საინტერესო რაღაცასაც გავაზიარებ. მე როდესაც ვიცავდი ბიზნეს მაგისტრის წოდებას, თემა მქონდა კრიმინალური იურისტის სტრატეგიები კომუნიკაციაში. ანუ მე ზუსტად ვამბობდი, რომ კომუნიკაციის სპეციალისტი არის ბრენდის ადვოკატი, ანუ ეგეთი თეზისი მოვიყვანე, რომ არის ბრენდის ადვოკატი და სისხლის სამართლის ადვოკატის სტრატეგიები შეიძლება გამოადგეს ბრენდის ადვოკატს. და საბოლოო ჯამში გავაკეთე ესეთი გაზიარებული სივრცე ორ რადიკალურად, მოდი ესე ვთქვათ, იდეაში განსხვავებულ სივრცეს შორის, მაგრამ რეალურად შეხედო სასამართლო სხდომა არის საკომუნიკაციო ომი. ან ტექნიკურად რო წარმოიდგინე ხარ, შეიძლება კინო არ შეიძლება ნამყოფი ხარ, ან არა ხარ ნამყოფი, მაგრამ ფილმში ხო გექნება ნანახი, ხო? ანუ ეს სპარინგი, რომელიც ხდება, არის საკომუნიკაციო სპარინგი. ამიტომ მე ესეთი ორი რაღაცა გადავაბი ერთმანეთს და გამომადგა, მაგრამ რეალურად რო შეხედო, ქაღალდ ძალიან მიუყვებოდი საქმიანობაში. ან საქმიანობა საერთოდ სხვა რაღაცა გასწავლა. სხვა რაღაცას ვაკეთებდი საერთოდ. ანუ და მე ამაში რეალურად ჩემ თავსაც ვხედავ, რასაც შემყვები, რომ შეიძლება ფორმალური განათლება არ კონდეს. ახლა მე მედია მენეჯმენტი დამთავრებული არ მქონდა, ისე ვიყავი მედია მენეჯმენტში და არავის არ ჯერ მე ყველას მეკითხებოდა, რომ ESM-ის რომელი გამოშვება ხარ და არა ვარ ESM-ის გამოშვება თქო, არც ბიზნესი მქონდა ნასწავლი და არც მარკეტინგი. მაგრამ შესული ვიყავი ამ სფეროში, მოღვაწეობდი და საკმაოდ წარმატებულად ისე რომ მაგისტრატურა ბიზნესში დავამთავრე 30 წლის რო გავხდი, მაშინ წავედი მივხვდი რომ რაღაცა თეორიული ცოდნები მაკლია. და იყო მომენტი კომპანიაში, როცა შემოსავლები იზრდებოდა და მე სახში ისევ იგივე ფული მიმქონდა და გამიჩნდა კითხვა, კი, მაგრამ რა ხდება? სეილები მეზდება და სახში მიმაქ იგივე. ესე იგი რაღაც არ მესმის რა ბოლომდე და მაშინ გავაკეთე ბიზნეს მაგისტრატურა, წავედი ბერლინში სასწავლებლად. მოკლედ ეგ იყო და მოკლედ ზუსტად იგივე მაგალითია რაც შენი რომ ფურცლის გარეშე ვაკეთებდი რაღაცას, მაგრამ ეგ ხო კიდე მაგარი გამოწვევა არის, რომ არც ფურცელი და არაფერი არ აქვს და მაინც რო აკეთებ. კი. რა თვისება არის, მოიცავენ სობოდიში, რა თვისება ჭირდება, რომ გააკეთო, ესე გაბედო, ნაგლად მიხვიდე და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ გქონდეს, აი თქვა, რომ მე ამას გავაკეთებ. რისკი? რისკი? მარტო რისკი. კი. შენ შეგიძლია ყველაფერი იცოდე, რავი, ჩემზე მაგრად, ბევრად, მაგრამ არ რისკავდე, ხო? რა გამოგივა? არც არაფერი. შეიძლება ჩემზე ნაკლები იცოდე, მაგრამ იმ ნაკლები ცოდნით რისკავდე. ყოველი მოქმედება რისკია.
ბიზნესი რისკია, თანამშრომლების აყვანა რისკია, არ გამომივიდეს ახლა ამ ხელა პოდკასტ სტუდია გაქვს აქ, ხო? ამდენი კამერა, თითო $5,000 ალბათ, ხო? და არ გამოვიდა. სად მიდიხარ? ხო? რისკია ყველაფერი. რა თქმა უნდა. და რისკი რო აიღო შენ თავზე რა თვისებები გჭირდება? რისკიანი ადამიანებისგან ცოდნის აღება. აუცილებლად. წიგნები, ჯერ, სანამ შედეგი შეისრულება, შედეგი მოდი იყოს რისკი, მანამდე უნდა გააკეთო რაღაც მოქმედება. თუ რისკი მოქმედება აქვს, ხო? რისკი გაძლევს მერე სხვა შედეგს. სანამ ეს მოქმედება მოხდება, ძალიან ბევრი მარისის მართლა მოქმედება როგორ ხდება. მოქმედება ხდება ინფორმაციული ველიდან. ჯერ არის story info ველი, მერე მოქმედება, მერე შედეგი. თუ ეს ინფორმაციული ველი არა გაფილტრულია და დღე-დღამე სკროლავ რაღაც დრამებს უყურებ რაღაცა, რა მოქმედება გექნება ცხოვრებაში? სულ გექნება იმედგაცრუების შედეგი. შენ ვინდა გაინსპირირა? პირველი დეილ კარნეგის წიგნი იყო, როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე. ბრაიან ტრეისის თითქმის ყველაფერი მაქვს საკითხული, არავინ არაფერი არ თქოს, გენიალური ადამიანია. კი შეიძლება პაპსავით წერს, მაგრამ მარტივად წერს ახლა ადამიანი, რატომ უნდა გაართულოს? ხო? მესამე, რა თქმა უნდა, ვინც სიგარეტის გადაგდებაში დამეხმარა აზროვნების, დეფიციტიდან სიუხვეზე გადასვლაში ენტონი რობინსი, 5 წელი ვკითხულობდი მაგის ერთ-ერთ წიგნს. ძალიან პირდაპირ შეგიძლია დაარქვა წარმატების ბიბლია. ამ ხელა წიგნია, 5 წელი ვკითხულობდი, მაგრამ იმ 5 წელიწადში, 2017-დან 2021-მდე პირველი 20 კილო დავიკელი, სიგარეტს დავანებეთავი, მერე შემოსავალი 1000-დან, აიწია 15,000-მდე, ბევრი რაღაცა მოხდა ძალიან. რა თქმა უნდა, მარტო მაგ წიგნის დამსახურება არა, მაგრამ დიდი წვლილი უჭირავს ენტონი რობინს წარმატებაში. და კიდე ბევრი ავტორია. ძალიან ბევრია. შეიძლება ცალკე პოდკასტი მოგვიწიოს მაგაზე, რომ წიგნები განვიხილოთ. არის პოდკასტები, რომელიც წიგნებს განიხილავ, ჯობია დაუბრუნდეთ თემას წყვილი ბიზნესში და იცი რა, მე საწყის წერტილს დაუბრუნდები. თქვენ დაიწყეთ ოპერირება საერთო ბრენდის ქვეშ. შენ გქონდა შენი ბრენდი, ასე ვიცი მე ისტორია, ხო? შენ უკვე აქტიურად კომუნიცირებდი. კი. გიორგის სახით. კი. სანამ ელისოსთან გავერთიანდებოდი, კი, მაგრამ არც თუ ისე წარმატებულად. ოკეი. რა მოგიტანა ელისომ, რომ გახდი წარმატებული? მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ეხლა რო ვხარჯავ საჭმელზე $20, მინიმუმ 40 უნდა დავხარჯო თქო. უკვე მინიმუმ 2 ჯერ გაიზარდა სტანდარტი. და მინიმუმ 2 ჯერ გაზრდა სტანდარტის არ იყო საკმარისი. უნდა გამიზარდა 10 ჯერ, 20 ჯერ. რომ, ნორმალურად ყოფილიყავით, ასე ვთქვათ და ელისონ დამეხმარა იმაში, რომ ელისონ მოგანდომათ ჯერ მეტი? თუ შენ კი. გოგოებმაც დამისვეს კითხვა, ელისოს გარეშე როგორ იქნებოდა შენი ბრენდი, მეთქი, იქნებოდა გიორგი გორძახი, ოღონ ნაკლებად წარმატებული. შეიძლება ბევრად წარმატებული. ბევრად, როგორ გითხრათ, ბევრად წარუმატებელი, ბევრად წარუმატებელი, ხო. ეგ იქნებოდა. ხო და რა შემოაქვს? წარმოვიდგინოთ, რომ გაქვთ საერთო ბიზნესი. ხო და როგორ გაქვთ განაწილებული, ვის რა შემოაქვს ამ ბიზნესში? ესეთი რაღაც შეთანხმება გაქვთ, გააზრებული გაქვთ თითოეული თქვენთაგანი რითი არის კონტრიბუტორი ამ თქვენ საერთო საქმეში? ეგ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფრის კეთება დამოუკიდებლადაც ვიცით, ის არ იქნება, Adidas-ის და Puma-s მაგალითი, ძმები იყვნენ და ერთმა იცოდა პროდუქტი, მეორემ გაყიდვა და რომ დაიშალნენ, ერთს დარჩა პროდუქტი და ვერ გაყიდა, მეორემ გაყიდა და უხარისხო გაყიდა და ძალიან ძმები დესლერები, ხო? ხო. კი. Puma Adidas. ხო, დესლერები იყვნენ ძმები. კი, დესლერი. და Adi ერქვა პირველს. Adi დესლერს. კი. ეგ მომენტი არ გვაქვს, რომ რომელიმე არაკომპეტენტური ვართ და თვითმყოფადი ვერ ვიქნებით რო რამე, მაგრამ ორივეს გვაქვს რაღაცა უფრო ძლიერი მხარე, უფრო სუსტი მხარე და ეხლა გადაწყვეტეთ. ცოტა მეტი გითხარი მაგის შესახებ. ძლიერ და სუსტ მხარეზე თუ შეიძლება მან დაპაუზდი. პირდაპირ ვიტყვი, გიორგის აქ ჩემზე 10 ჯერ მეტი ენერგია. დისციპლინა, შეუძლიათ ლის 5 საათზე გაიღვიძოს ცივი შხაპი, ვარჯიში რაღაცები და კიდე, ეს
დრაივი და ენერგია მეტი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი უფრო ნაკლები ენერგიიდან უფრო მეტის გამოწვევა ვიცი პროცენტულად, ასე ვიტყვი. ეს ეფექტურობაა? კი, ეფექტიანობა ხო. ხო, ეფექტიანობა და ეფექტურობა. თუ ნაკლებს დებ და მეც იღებ, ესე იგი რესურსთან აგაქვს საქმე და ნაკლები რესურსის ჩადებით მეტი შედეგი მოგაქვს. ასე მესმის სწორად გავიგე? კი. ჯამში ამითი ვაკომპენსირებთ ერთმანეთს. მე ძალიან მიყვარს სწავლება და უფრო მეტად მუშაობ ხოლმე უკან რაც ხდება პროდუქტზე, კურსებზე, მიყვარს სისტემატიზაცია, ტექნოლოგიები, რთული ლოგიკების და ავტომატიზაციის აწყობა და ზოგადად ძალიან მიყვარს ის იდეა, რომ რასაც უნდებოდი რაღაცა 10 საათს, ეხლა 1 საათი მომინდეს. ან რაღაცები ჩემ ნაცვლად გაკეთდეს, თუ ახლა ჩავდებ ცოტა მეტ დროს და ეს იმდანაც მუღამში შევდივარ, რომ ესეთ რაღაცების კეთება უფრო მიყვარს, ვიდრე ის, რაც მუდმივი ვალდებულება, მაგალითად კონტენტის კეთება, ანუ ვერ ამოწურა, ვერ დაამთავრებ და მე მიყვარს ხო ეს დიდი პროექტების აღება, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ვაკეთებთ და ერთმანეთისას ვაკონტროლებთ და შეგვიძლია გავაგრძელოთ. გიორგის უპირატესობა, რომ 10 ჯერ მეტი კონტენტი შეუძლია, მე რაღაცა 10 ჯერ უფრო რთულ რაღაცნაირ სისტემებს ვაწყობ. მოკლედ front-end-ი, back-end-ი. კაი განმარტება. კი. და რაში უშლით ერთმანეთს? ჩვენ ორივე მხარე გვაინტერესებს მე. აი, რატო გაიყო ბრენდი ზუსტად? აი გაკითხვა პასუხი კითხვაზე, რატო გაიყო ელისო გიორგი, რატო ახლა გიორგი გორძახია და ელისო დავლიანიძე? ხო და რატო? იმიტომ რომ ეგო იყო გაერთიანებული. ანუ მე რასაც ვფიქრობ, არა აუცილებელი მეთანხმებოდოს ყველაფერში. და პირიქით, რასაც ელისო ვიტყვის, შეიძლება მე არ ვეთანხმებოდა და ჩემი ბრენდის ქვეშა ეგ აზრი დაფიქსირებული. აი მანდ გაიყო აზრები. მაინტერესებს, აი უთანხმოება რო გაქვთ ერთმანეთში. როგორ უკეთებთ ამ უთანხმოებას მენეჯმენტს, დილინგს? ანუ აი რანაირი არის? ვინ უფრო ხშირად ჭედავს? მე. შენ ჭედავ? ეთანხმები? კი. ოკეი. და რა ხდება რო გაჭედა? ნუ გააჩნია ჩვენს საქმიანობას და ცხოვრებას ეხება თუ არ ეხება. არის შეიძლება ზოგადად რაღაც. და ზღვარი არის საქმიანობას და ცხოვრებას შორის? რაღაც არის, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ ზოგად რაღაცაზე ვფიქრობდი და არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ჩვენ ურთიერთობაზე, ცხოვრებაზე არ მოქმედებდეს, რას ვფიქრობ რაღაცა ამ თემაზე. მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხოლმე, რომ დამეფიქსირები, რომ მე ასე კი არა, ასე ვფიქრობ. და მან დამთავრდა. მაგრამ ეს რო არ შემეძლო ციფრულ სამყაროში და სამწუხაროდ ისე გამოდის დღეს, რომ ციფრული სამყაროთი უფრო მეტი გვიცნობს ვიდრე ფიზიკურად, ჩემთვის ეს თვითგამოხატვის და თვითრეალიზაციის რაღაც საშუალება იყო და არის ხოლმე, რომ გიორგის სტატუსს დაწერს, ის რასაც თვითონ ფიქრობს და მე დავწერ. მე არ გეთანხმები, იმიტომ რომ ამიტომ და უბრალოდ ამის დაფიქსირება იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაც მომენტში მან თავდება. ნუ მაგის მოვაგვარეთ, რომ გავყავით ბრენდი. კომფორტულად ხართ? კი. ბევრად. და უფრო კომფორტულად ხართ, ვიდრე საერთო ბრენდის ქვეშ იყავით? ემოციურად კი. და არა ემოციური რა განზომილება არის კიდე? ფინანსურად ის უფრო მომგებიანია. ერთ საერთო ბრენდი. იმიტომ რომ ერთი გუნდი, ერთი სოფტვეარი, ერთი დაპოსტვა, ერთი პოსტი დღეში 2 ადამიანის ხარჯზე ხდება. მოკლედ, დაზოგვა ხდებოდა რესურსების, efficient რასაც ეძახიან, ეფექტიანი იყო. ბევრად. აქ კონტროლი შეიძლება გაიპაროს, 2 სხვადასხვა რაღაცაში მან ჩაიხედო, აქ თუ 4 გვერდი გაქვს 4 სოციალურ ქსელში ახლა ციფრ ბაგახდა, ცალ-ცალკე გუნდი დაგჭირდა, მაგრამ მეორე მხრივ ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცებით განსხვავდებოდეთ და ეს განსხვავება ვიპოვეთ კომუნიკაციის tone of voice-ში, ასე ვთქვათ, ხმაში, როგორ გადმოვცემ მე იმ სათქმელს, რომლის შინაარსი შეიძლება ერთნაირი იყოს და რაღაც პიროვნულ ღირებულებებში და ცხოვრების სხვა სფეროებში არ ვემთხოვოდეთ და ვინ ვარ მე ჩვენის გარდა. ცხოვრებაში მეს გვიცნობდნენ მხოლოდ ახლო მეგობრები და ყველა სხვა როგორც ჩვენ. და სად არის ის მე? აი ამის კომპანია თქვენი ვიზია გაფორმებული. ორივე მეწარმე ვართ. ორივე მეწარმე ხარ. ცალ-ცალკე კომპანია. კი. მაგრამ როცა საერთო ბრენდის კოლგის ქვეშ შემოდიოდა შემოსავლები, როგორ ყოფდით? როგორც გვაწყობდა. ხო რა. და როგორ თანხდებოდით, როგორ გაწყობდათ? ჩემთვის უერთია ბინას რო ვიღიდით პირველს და რაღაცა ელისოს სახელზე იყოს ჩემთვის პრობლემა არ არის აქ. მაგას არ ვუყურებ ისე რომ ვაიმე დედა რაღაცა მოხდეს. საინტერესო საკითხს შევეხეთ, როგორ ვანაწილებთ ფინანსებს. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. და საერთო ბარათი გაქვთ თუ არა, ეგეც მაინტერესებს. ორივე.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავის დროზე ჯიმ რონისგან ავიღეთ, მე რამდენიმე მენტორი, რომლისგანაც ვისწავლეთ. დავიწყეთ განაწილება საერთო ფინანსების და ინდივიდუალური ფინანსების და ორივეს არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტექნიკურად რომელ ანგარიშზეც უფრო გვაწყობს იმ მომენტში, რომ ჩაირიცხოს იქ ირიცხება, მაგრამ ის ადამიანი იღებდა განაწილებაზე პასუხისმგებლობას. გვაქვს ბიუჯეტი, რომელიც არის საერთო ინვესტიციებისთვის და გადადებული თანხისთვის, რომელსაც ბოდიში შენახვაში მან 50-50-ზე ხართ ინვესტიციებში, მაინც ვიკითხავ ეს გაკვირით. ჯერ სანამ საერთოდ გავინაწილებთ, 10%-ს ვდებთ ინვესტიციებში, რამდენიც არ უნდა იყოს. მე გავაკეთე თუ გიორგი, ჩვენი 10% საერთოა, ჩვენი გადადებული ფული საერთოა და შემდეგ გვაქვს პატარა პროცენტი საჩუქრებისთვის და გაცემისთვის და ქველმოქმედებისთვის. გათვლილი გვაქვს. ამაზე მეც გთხოვენ, ესე იგი არ გვაქვს. ეს არის ჩვენი ამაზე გათვლილი მოდი ბიუჯეტი. კონკრეტულად ციფრები ვთქვათ. ანუ 25% მე, 25% ელისოს. დარჩა 50, ხო? 10% მიდის ინვესტიციებში, 10% დანაზოგში, ბალანსზე მკვდარი რო იდოს. უბრალოდ რო გაქვს. და 20% want-ში, ანუ ის რაც, რავი, მოგზაურობას ეხება, ახალი ტექნიკის ყიდვას და ასე შემდეგ რაც და არ არის საჭირო, მაგრამ გვინდა. შემდეგი 10% 25-25 პერსონალური კი. ფული. კი, სახარჯი, კი. რაზეც გინდა ხარჯი, ხო? და 10% დარჩენილი უკვე ფილანთროპობა. ხო, საჩუქრებისთვის. და ეს ძალიან გამოგვადგა, იმიტომ რომ არ ვუყურებთ ის 25-25 როგორი ხარჯება, მას რა უხარია, მე რა მიხარია, რა პრიორიტეტები მაქვს, მაგრამ რაც საერთო პროექტებს ეხება, მაგალითად ინვესტიციებს, დანაზოგს, ეგეთ რაღაცებს ყველაფერს ვათანხმებთ ერთმანეთთან, სანამ რაღაც გადაწყვეტილებებს მივიღებთ. გისესხებიათ ფული ერთმანეთისთვის? არა. არასდროს. ოკეი. არ ქონიათ ეგ გამოცდი. არც სხვა სესხია რა გვაქვს, არც ბანკში, არც მეგობრების, არც ახლობლების საერთოდ. ოკეი. მაშინ ლოგიკურად გადავხდები, როცა გიდევთ იმ წერტილს, სადაც გაქვთ $100. არის კოვიდი, ხო? გაქვთ $100 და ნახევარზე მეტი არაფერი არ მუშაობს. ანუ კოვიდია, კოვიდ რეგულაციების ქვეშ ხართ და გაქვთ ეს $100 და მეტი არაფერი. კი. 30 ლარი, 2 კვერცხი და რაღაც. ხო, აი წერტილი მოყევით, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი წერტილია ჩემი აზრით, იმიტომ რომ მანდარი თქვენი კვანტური ნახტომის წერტილი, როგორც მე აღვიქვა. ჯერ ესეთი, ხო, კი, მანდარის და კითხვა მაქვს შენთან, შენი აზრით, საშა, 21 საუკუნის ყველაზე რთული წელი რომელია შენთვის? სუბიექტურად და მე ობიექტურად შეგვიძლია თქვა. სამეწარმეო აზროვნების განვითარების და პოპულარიზაციის გარეშე ძალიან გაჭირდება, რომ ამ ქვეყანაში შეიქმნას დოვლადი და შეიქმნას ქვეყნის დამოუკიდებლობა. ამიტომ, როდესაც სოკარმა მომართა ბრენდით სოკარი ბიზნესისთვის, რომ იზიარებენ ამ ფასეულობას, რომ განვითარდეს სამეწარმეო აზროვნება ქვეყანაში, მან ვიპოვეთ თანაკვეთა. თანაკვეთა იმაში, რომ კომპანიას გაჩნია ეგეთი სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ხარი დაუჭიროს ბიზნესის განვითარებას საქართველოში. მაგიტომაც სოკარი ბიზნესისთვის არის კაცმანის პოდკასტის პარტნიორი. კაცმანის პოდკასტს ენერგიით ავსებს სოკარი, თქვენი ბიზნესის საწვავი. ყველაზე რთული წელი ჩემთვის რომელია? კოვიდის წელი იყო რთული, იმიტომ რომ მე ეს ოფისის ვიყიდე და გაშვებას ვაპირებდი, ხო, აი წარმოიდგინე, მე კოვიდის წინ ვიყიდე ეს ოფისი. და გაშვების ნაცვლად აღმოჩნდი სახლში. და თან აღმოჩნდი სახლში იმ აზროვნებით, რომ მე ფიზიკური სამყაროს ადამიანი ვარ და შეხების და არა ციფრულის. იმიტომ ვიღაცებმა კოვიდი ძალიან მაგრა გამოიყენეს. და ციფრული ბიზნესები გაუშვეს. მე ეს დრო დავახარჯე არ უნდა მაგნაწილში, იმიტომ რომ დრო დავახარჯე პირად განვითარებას, ანუ ძალიან ჩაღრმავდი, მე მქონდა საშუალება რა 2-3 საათი მედიტაციები მეკეთებინა. არ გავსუქებულ ვარ, არც ალკოჰოლი არ მომიხმარი, ანუ გულისხმობ, რომ ძალიან დიდი დოზით დრო მივეცი ჩემ თავს. და მაგ კუთხით უმადლი ამ დროს, იმიტომ რომ ჩემთვის საცი იყო კვანტური ნახტომი, უბრალოდ სხვა მიმართულებით. ხა როგორ დავამატერიალიზებ ამას მატერიალურ სამყაროში სხვა საკითხია, მაგრამ ანუ პირადი განვითარების კუთხით და მეორე ალბათ ჩემთვის რაღაც ოპერაციის წელი რო გავიკეთე, იყო ყველაზე რთული. ეს იყო 2013 წელი. ნუ ფინანსურად და ესეც ვთქვათ 2020, ხო?
ეგრე გამოდის. წარმატების კუთხით. ხო, იმიტომ რომ რეალურად პრაქტიკულად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მე მოდელის გარეშე აღმოჩნდი და არ დავიწყე მოდელის ზიება, რაც ბევრმა გააკეთა, მე დავედი მე მაგ სამყაროში რომ შემიშვა, კაი ხანი შეიძლება არ გამოვიდე იქიდან, როგორც ჯოზეფ კემბელი ამბობს გმირის მოგზაურობაში, რომ შეიძლება გმირი თავის მოგზაურობაში დაიკარგოს და აღარ გამოვიდეს იქიდანო და აი ზუსტად. აი დაახლოებით ალბათ ჩემთვის ეგ პერიოდი ესე ხასიათდება. თქვენთვის როგორ იყო? იმიტომ რომ თქვენ მაშინ ქსელური მარკეტინგის კომპანიაში ხარ ჯერ კიდე, ხო? კი, და ზუსტად ეგ მოხდა, რომ გაყიდვა ონლაინ არ ვიცით, ციფრული სამყარო არ ვიცით. ვინც მოდის ჩვენთან, მოდის ფიზიკურად და ეგრე უტარებთ კონსულტაცია, სანამ პროდუქტს გავყიდით. და უცბად, არ შეიძლება ოფისში სიარული. ვიქირავეთ ბინაში მოსვლა ხო შეიძლება, მაგრამ ბინაში რომ მოიყვანო, ეხლა ქუჩაშიც ვერ დადგები და მოზიდვის, ასე ვთქვათ, საშუალებები ძალიან შემცირდა, კომპანია სახელი გაუფუჭდა, ლიდერების უმეტესობა წავიდა კომპანიიდან და ყველამ დაიწყო მერე შავი მარკეტი, აი გაფუჭება, ასე ვთქვათ, მარკეტის დემპინგი ფასები. ფასდაკლებებით გაყიდვა და რატომ უნდა მოვიდეს ახლა ელისო და გიორგისთან, როცა სხვასაც აქვს ეგ პროდუქტი. უფრო იაფად, ხო? სრული კატასტროფა იყო და ბოლოს მართლა 3000 ლარს ვაკეთებდით ორ ადამიანზე ჯამში, თვეში, რაც არაფერი არ არის ჩემი აზრით, თან ახალ დაქორწინებულები და ეგ შემოსავალი 1500-მდე ჩემოვარდა, უკვე არ ვიცი, ძალიან ცუდად იყო საქმე და ყველაზე ცუდ დროს რო შეგიძლიათ ცოლი მოიყვანო, იმ დროს მოიყვანო, ეს იყო 2020 წელი. და 2021 ჩემთვის იყო ბევრად უარესი ვიდრე 2020, იმიტომ რომ მთელი შედეგი გამოიღო აი ეს ზუსტად კვანტური დაცემა, უბრალოდ მოხდა ამ 2020-ის მოქმედების 2021-ში. ეკონომიკურად და ყველანაირად საქართველოს, ძალიან უჭირდა ჩემი აზრით მაგ პერიოდში. და ნოემბერში უკვე როცა ხედავ, რომ რეკლამაც არ მუშაობს ისე როგორც უნდა მუშაობდეს. კი მოდის კლიენტი, მაგრამ პროდუქტს რო ხედავს არ უნდა. აი ამ ხელა სკილები მაქვს. ვიდეოს გადაღება ვიცი, სტორებს წერ, ლაიფსტაილ კონტენტი ვიცი, ვიცი რომ მეც ვიმსახურებ. ეს განცდა შინაგანი, ხო? პრეტენზია გამიჩნდა, მეთქი რას ქვია? აი 10 ჯერ და 20 ჯერ მეც რატო არ ვშოულობ? აი ნერვები მეშლებოდა მაგაზე და ძალიან ბრაზიანი ხასიათი შემოიღალებ და მაგ დროს. ძალიან ნერვებზე ვიყავით. შენც ესე იყავი? კი, და ყველაფერს ვცდილობდით, რომ რა გავაკეთოთ და ძალიან ბრაზიანი ვიყავ. ეხლა ბრაზის დონე მაქვს მინიმუმ 10 ჯერ დაბალი, ვიდრე მაშინ. ეხლაც ვარ ეგეთი. არ ვამბობ რომ ანგელოზი ვარ, მაგრამ მაშინ უბრალოდ ხო იცი, ტვინი აუფასურებს ემოციებს და წარსულს, რომ გავიხსენო მართლა როგორი ვიყავი, როგორ მიტანდი საერთოდ არ ვიცი. მაგრამ ელისოს არ ვუყვიროდი საერთოდ. არასდროს. უბრალოდ აი ჩემს თავზე მეშლებოდა სულ ნერვები. ბიჭო, ვიცი ამდენი, აი რატომ არა გვაქვს ის შედეგი, რომელიც უნდა იყოს და ბაც შემხვდა რეკლამა. ვიცი სანამ ანწახვა. ხო. როგორი იყო შენთვის მისი ატანა ესეთი ძალიან გაბრაზებული და ასეთი გამწარებული და შემოსავლების გარეშე და ცოლი მოიყვანა, პასუხისგებლობა ჩამოიკიდა და ამ დროს დაეხურა კანალი. შეგვიძლია ეგრე დავარქვათ, ხო? რეალურად რაზეც ფულს შოულობდით, ვერ შოულობთ ფულს სამწელში. ამ დროს მე წამოვედი უნივერსიტეტიდან, უარი ვთქვი ერასმუსის დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაზე, ბევრ რამეზე ვარი, რომ ჩვენთაც გავაკეთებთ მაგას და უკეთესად და არაფერი არ გვჭირდება და მეორე მხარეს წარმატების შედეგი არ არის. აი რამ დაგაჭერა, რომ გამოგივად? არაფერი არ აქვს, არც დიპლომი აქვს, არც ფული აქვს, არაფერი არ აქვს. დიპლომი მაქვს სხვა განხრით, მაგრამ ხო. არა, რამ დაგაჭერა, რატო დაიჯერე გიორგის? გიორგის მომავლის წარმატები, თქვენი საერთო მომავლის წარმატების როგორ დაიჯერე? უკვე იქ მიდიოდა ჩემ გარეშე, სადაც მეც მინდოდა წასვლა. და რომ გავიცანი, უკვე ქონდა ჩემზე მეტი პრაქტიკული უნარი, რომლისგანაც სწავლა შემეძლო და პერსპექტივა დავინახე, ეს სად შეიძლებოდა წასულიყო. მე არ აღვიქვავდი, რომ გიორგი ჩემზე ვალდებულია და რაღაც პასუხისმგებლობა ჩემზე უნდა აიღოს. მე თანაბრად თვლიდი თავს და მეც გამოსავლებს ვეძებდი და ძალიან მინდოდა დახმარება და რაღაცის აღმოჩენა და ძალიან რთული იყო, როცა ვერ ხედავდი გვირაბის ბოლოს სად იყო ეს გამოსავალი და თითქოს ეს ბოლო რისკი იყო, როდესაც შეხვდა რეკლამა. რა რეკლამა შეხვდა? ეს იყო აიას შაბუჯინოვი, ესეთი ალექს ჰორმოზია რუსულენოვან ბაზარზე, მათ გახსნეს ფილიალი საქართველოში, რომლიდანაც დაგვირეკეს
და ნუ შევხვდით და გვეუბნებიან, რომ თქვენ წამოხვიდეთ კომპანიიდან. დაივიწყოთ ყველაფერი, რაც გიშენებიათ, 2000-ზე მეტი შედეგი გქონდა, გაანულეთ. ყველა ფოტო და ვიდეო წაშალეთ, სადაც ეს ლოგო ჩანს თქვენი კომპანიის. და თქვენ დაკვეთა რა იყო? რა დაკვეთით მიხვედით მაგ კომპანიაში? ონლაინ გვიშველეთ. გაყიდვები. ხო. ონლაინ გაყიდვები. ვერ ვყიდით ონლაინ. აი თუ არ სრული მოვიდოდა კატასტროფა. ადამიანი ფიზიკურად ვერ ვყიდდით. და გვითხრეს, რომ გაახადეთ ელისო და გიორგის პირადი ბრენდი, ის ცოდნა, რასაც აყოლებთ ამ პროდუქტს, შეფუთეთ ონლაინ პროდუქტად, მარჟა გექნებათ 100% და აღარ გავუყოფთ ვიღაცას და ფასი აწიეთ 10 ჯერ. და ამაში გადავიხადეთ ბოლო $1000 რაც გქონდა, იმიტომ რომ აი ჩავთვალეთ, რომ 920. 920. $80 საჭმელზე დაფშე. ხო. როგორი იყო ეს გადაწყვეტილება გია? აი როცა $80 გრჩება და არასდროს არ 900. გამოვიწლება. რა Feels like this. რა განიცადეთ მაგ დროს? Feels ანუ სიკვდილი რა, ანუ მართლა მოვკვდი. აი გავშრე გინაღამ, სანამ აი მაგ ფულს მივცემდი, ანუ ვკანკალებდი. ვერ უმალავ მაგას. ძალიან ცუდად ვიყავი. ხო, კანკალით გავაკეთეთ, იმიტომ რომ ძალიან ხვდებოდით, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, მაინც საჭმელში დაგვეხარჯება, გავრისკავთ შეიძლება დაგვეკარგოს, მაგრამ ანუ გამოსავალი ის არის, რომ აშკარად არ ვიცით რა ვაკეთოთ, უფასო ხერხებით და წიგნებით რაც გამოწვალეთ ეგ არის, მაგრამ რეალურად ცოცხალი ადამიანისთვის ამდენი ფული არ გადაგვიხდია ფორმალური განათლების იქით, რომელიც და გრანტებით დაფინანსებული ისა ესა და ნაკლები. ამაზე არავინ არ გეხმარება და ზუსტად აქედან ერთ თვეში აი პირველი გაყიდვა რო იყო 900 ლარი და ეს 900 ლარი თავიდან ბოლომდე ჩვენ გვეკუთვნოდა და 30 ლარი ქონდა დარჩენილი და ეს 900 ლარმა ამოგვასუნთქა და ერთ თვეში მაყევი ახლა რა მოხდა. დავამატებ მანდ სანამ 900 ლარი მოხდებოდა, ნუ ეგ ჩვენ დავაწესეთ პრაისინგი და ყველაფერი, გასაგებია, მაგრამ ბევრისა, ანუ იყიდის, ანუ ბევრი იყიდა მაგსწავლებას, მაგრამ დაელოდებოდა თეორიას რაღაც, ანუ მე ეგრევე მეთქი ფული უნდა მეშველო, მეთქი გუშინ წინ. მეთქი რას მესამე კვირას გასწავლეთო გაყიდოს. მეთქი რას ქვია მესამე კვირას მასწავლეთ გაყიდოს. ის მქონდა პრეტენზია, მანამდე რაღაც თეორიული ნაწილი იყო. მეთქი ფული მჭირდება. ფული მეთქი მჭირდება ახლა. მეთქი რას ქვია 3 კვირა, გიჟი ხო არა ხარ მეთქი. და წავედი იპოდრომზე გავედი, გადავიღე Facebook-ის რეკლამა. აი ბოლო ენერგია ჩავდე მე მგონი მაგაში. გავუშვი, მაშინ პირდაპირ ვიტყვი, არ მიწდება რუსულენოვან ბაზარზე, იმიტომ რომ, ნუ, არ ვიცი, რუსულენოვანი კურსი იყო და რუსულენოვანად გავუშვი. და სადღაც 40 გასაუბრებიდან ყველა მეუბნება, კი ვიყიდი, კი ეს. ერთმა ქალბატონმა მითხრა, ერთ კვირაში ჩავრიცხავო, თუ 5 დღეშიო. ერთვიანი პროგრამა 900 ლარი თქოდა. მეთქი ბოლო შანსი, ანუ ეხლა რო არ ჩარიცხოს, უნდა ვისესხო და ვისესხი, ანუ სიკვდილივით არ მიყვარს ფულის ესხება. რაღაცა რო გაგრძელდეს ცხოვრება, რა დევს შენთვის სესხის უკან? რა დაჯერება გაქვს სესხზე? აუ ძალიან ნეგატიური. აი თითქოს ვიღაცამ ქაჩავს უკან ყოველ ჯერზე. ხო და წერს ზუსტად 6 დღეში ეკალი. გიორგი მზადვარო, გირისხავო ფულს. აუფრიალდი ასე ვთქვათ და მენტორობა გაყიდეთ? მენტორობა გავყიდეთ ერთვიანი პროდუქტის ახალი პროდუქტია. კი. არაფერი არ არის. ციფრული პროდუქტია, კი. კი. ერთადერთი ვიცით, რომ ტვინში, თავში გვაქვს ის ცოდნა, რაც მას დაეხმარება, წინასწარ არაფერი მზად არ არის, ფული ჩარიცხულია, ვუთხარით, რომ პირადი მენტორობა იქნება, ყველა კითხვა დაგვისვი, პასუხები გვაქვს. და ძალიან საშიში იყო, მერე კიდე 4-5 ადამიანი შემოგვემატა, ამ დროს ქართული ბაზარი გავარდა და შევაერთეთ უკვე ეს პირველი 5 და თვის ბოლოს 3 გუნდი შევკარეთ 10 კაციანი, ავიყვანეთ პირველი თანამშრომლები და გავაკეთეთ 27000 ლარი. და ეს იყო რაღაც ამოსუნთქვა დაჯერება რომ შეგვიძლია და სულ სხვანაირად წავიდა იმის მერე ყველაფერი. ანუ ნოემბერში იყო 1500-2000 ლარამდე, დეკემბერში 8500 ლარი და იანვარში 27000. ხო და მაგის თქმა მინდა რომ ადამიანები ვინც ყიდულობს სწავლებას, ციფრულ პროდუქტს, აი ეგ რისკი თუ არ გახლავს თან შანსი არ აქვს რომ გამოიყენო მაგის თქმა მინდოდა მაგით რომ უკვე სწავლის პროცესში დავიწყე გარისკვა. არა სწავლის ბოლოს, არა შუაში, ეგრევე დასაწყისშივე. იმიტომ რომ მინდოდა მინიმუმ ამ $920 ამოღება უკან. აი ეს ეგრევე. კი. და მოვიღეთ რავი.
ну შენ კურსზე ხშირად ლაპარაკობ თქვენ რომ წადი და არ მოაღწევ დავალება გააკეთე თეორიას ნუ გაუსმენ თქვენ ხშირად იმეორებთ თქვენ კურსზე მაგას რომ თუ არაფერს არ გააკეთებ შენ ვერაფერს ვერ ისწავლი ზუსტად ეგ არის და სულ მაგაზე მაგიტყვა აი სტატისტიკურად ეხლა რო აკვირდებით რამდენია პროცენტი ადამიანების ვინც თქვენგან კურსები იყიდა და რეალურ ცხოვრებაში ეგ დანერგა 5%. 5%. აბა 95-ს რას აძლევს? просто მეტი ცოდნა, მეტი განათლება მივიღეთ თუ მეტი ინფორმაცია. ეგეც არის, ვარა საინტერესო რაღაცები გავიგე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. დამთავრდა. კმაყოფილია, გონ მართლა. ეგ არ განასხვავებს სინამდვილეში წარმატებულ ადამიანებს დანარჩენებისგან. ზუსტად. რომ ისინი აქ რამდენია წარმატებული დედამიწაზე? 1-დან 5%-მდე მაქსიმუმ. ხო, ნუ დანარჩენები სწავლობენ. არის დაახლოებით 5-10%, რომელიც ყიდულობს და ერთი მცდელობაც არ აქვს, რომ გახსნას და ნახოს რა იყიდა. ქრება. ანუ შეიძლება გამოეკიდე უკან მიწერო, აბა სათხარ დაგეხმა, არა, გაქრება. სხვადასხვა მაგაზე მინდოდა მეხსენებინა, რომ ჩემთან გადატვირთვაზე პროცესზე მოდიან ეგეთი ადამიანები, ეგეთი დაკვეთით. რომ გრძნობ რომ მეტი შემიძლია. მაგრამ რაღაცა მაკავებს. აი ამის რაც მაკავებს მოსაქლიბად ვეპატიჟები ადამიანებს გადატვირთვაზე ჩემ პროცესზე. ის არ არის მხოლოდ და მხოლოდ მაგ თემაზე, იმიტომ რომ შეიძლება მაკავებდეს ბიზნესის გაკეთების კუთხით, მასშტაბირების კუთხით. შეიძლება მაკავებდეს რომ სხვა ბაზარზე შევიდე. შეიძლება მაკავებდეს რომ პარტნიორი ვიპოვო ბიზნესში არა და გზნობ რომ პარტნიორი მჭირდება. რამდენი რაღაცა შეიძლება გაკავებდეს და აი ზუსტად მაგაზე ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც მე ვემუშავები პირადად ადამიანებს გადატვირთვის ფარგლებში არის აღმოაჩინო რა გაკავებს. იმიტომ ხშირად ამას ვერ ხედავ და სანამ არ აღმოაჩენ შენ ამას ვერ მოკლიბავ. როგორ უნდა მოკლიბო ის რაც არის. ეგეც მტკივნეულია და მაგიტო ხო. ხო, ანუ თვალე ხო და მეორე ნაწილი არის რომ მოკლიბო რა და ჩემი კურსი სხვადასხვა ძალიან გავს მაგ კუთხით იმას ასე თქვენ ამბობთ, ანუ ძალიან ცოტა თეორია და ჩენი არის ყოველდღე დავალება. ანუ 90 დავალება არის კურსზე. ეგ არის რაც მოგიტანს წარმატებას. მოიცა იმ 10 აუდიო კურსში 10 არა, აუდიოში არა. აი ცოცხალი კურსი რაც მაგ პროცესი. აუდიოში. აუდიო არის აი მოდი გაიგე. ანუ awareness ემსახურება, მარტო გაცნობიერებას. ხო. აუდიოს ნაწილი ეგ არის და ხელმისაწვდომია იაფია და ბევრ შოუზე შეიძინოს. ის უფრო დიდი ინვესტიციაა, მაგრამ ის კვანტური ნახტომისთვის არის, ეს ზუსტად ის გადატვირთვა ცოცხალი კურსი. ის არის დიდი რაღაცისთვის. და იქ წარმოიდგინე მარათონი არის 90 დავალებიდან, რომელსაც აკეთებ ყოველდღე კვირა დღის გარდა. ყოველდღე გაგდავალება. ყოველდღე. ანუ ყოველდღე ახალი მოქმედება, სხვანაირად ცხოვრება არ იცვლება რა. ანუ მე მჯერა რომ მარტო ახალი მოქმედება ქმნის ახალ შედეგს. ძველი მოქმედება ქმნის ძველ შედეგს. ახლა ვიღაცა შეიძლება კმაყოფილია თავის შედეგებით არ ვერჩი, მაგრამ თუ ახალი შედეგი გინდა, მაშინ გინდა ახალი მოქმედება და იქ ძალიან ბევრი კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის რა, რომელიც კურსის დიზაინის დროს შევქმენი. და ისეთი პროცესია, რა ცოცხალი. დაუბრუნდები ისევ და ისევ იმ წერტილს, სადაც თქვენ შექმენით უკვე თქვენი პროდუქტი. და მაგ მომენტში ხდება აზროვნების სვლილება, როგორც მე ვხვდები კონტენტ კრეატორი, რომელიც ხვის ბიზნესს ემსახურება და ეხმარება მას რო გაყიდოს პროდუქტი, ამ შემთხვევაში თქვენი ყავით სელური კომპანიის მოდი ესე ვთქვათ. content creator/გამყიდველი ხო პროდუქტის. და ამ დროს თქვენ ქმნით თქვენივე პროდუქტს და გადაწყვიტეთ რომ უკვე თქვენი პროდუქტით გახვიდეთ. იცი რა მაინტერესებს? მაინტერესებს რანაირი მაინდსეტი აქვს აზროვნება, დავაზუსტებ ჩემ მაყურებელს მსმენელს უყვარს ქართულად საუბარი და მე რო ჩინური შენობა ძალიან მიკომენტარებს მე რო ნუ ლაპარაკობ ჩინურად. ერთმა დავიწერა კომენტარი ამის წინ ქართულად ვსად ნახვე შენი პოდკასტი. ერთად პოდკასტის დროს იმდენი ტერმინი იყო დასწრები რომ ბოლოს მომწერა ვერ მოვითვიდე, ანუ სმაილიკი დაუწერე ვერ მიპოვე რა უნდა მეთქვა სხვა.
ხო და რას ვამბობ იცი რანაირი აზროვნება აქვს ჯერ კონტენტ კრეატორს მოდი მე ჯერ აქედან დავიწყოთ რა მოდი ჩვენ სხვადასხვა თაობა ვართ მე მარკეტინგს ვაკეთებ და კომუნიკაციებს 30 წელი ამიტომ მე გამოვლინი მაქვს ის მედიები და ის სკოლები რომელიც თქვენ ალბათ პატარები იქნებოდეთ მაგრამ სავარაუდოდ შესაბამისად მოდი აი შევეხოთ აი ეს კონტენტის ყოველთვის იყო მეფე ეგ არ შეცვლილა შეიცვალა გრავიტაცია მე ესე ვიტყოდი როგორც მე აღვიქვავ და მოდი ვიმჟღავნოთ ამაზე იმიტომ რომ საინტერესო არის რა ბევრი ინდუსტრიაში მოხდა ცვლილება ჯერ მახსოვს რომ პირველი ინდუსტრია სადაც სერიოზული დაჯახება მოხდა იყო მუსიკა ანუ მუსიკა იყო ექსკლუზიურად ლეიბლების ხელში დიდი ლეიბლების ხელში იყო მუსიკა მათი იყო პრომოუშენი ჩაწერები სტუდიები ყველაფერი კონცერტები ყველაფერი მათ ხელში როგორც კი მოხდა დიგიტალიზაცია მუსიკის და ნელ-ნელა ღია მარკეტპლეისების გაჩენა ეგ მონოპოლია მოისპო მეორე ეგეთი ინდუსტრია ნელ-ნელა კინოც გაჩნდა ანუ კინოშიც დაახლოებით ეგეთივე ტენდენცია ვითარდებოდა და ანუ დამოუკიდებელი კინო შეიქმნა მესამე ინდუსტრია გახდა ციფრული არხების განვითარება. მოდი ესე შევხედოთ, რაც ეხლა მოხდა მარკეტინგში, ხო? ანუ პლატფორმებმა რეალურად ყველანაირი შესაძლებლობაში, ანუ დაიკარგა ექსკლუზივი ძვირადღირებულ კამერაზე, განათებაზე, ანუ ყველაფერი რაც აძვირებდა კონტენტის შექმნას და მის დისტრიბუციას დედა უდირეს. კი ბატონო. და გახადეს commodity, ხო? ანუ გახადეს გახსნეს ეს ყველაფერი და დღესდღეობით აღარც დიზაინ სკილი აღარ არის უნიკალური, აღარც გადაღების, აღარც განათების, არაფერი აღარ არის. თუ შენ ამის გაკეთება გინდა, და ხელოვნური ინტელექტი ხო საერთოდ. ეგ კიდე ცალკე თემა, მან კიდე მივად. მითხარი, რანაირი მე ხანდახან კონტენტ კრეატორებს რო უყურებ, მარტო თქვენ არა, სხვებსაც. ეხა ასე მეც კონტენტ კრეატორი ვარ, მეც მაგ კასტაში გავდივარ ეხა დღეს, მაგრამ რეალურად ეხა მე მაგალითად რესტორანში რო ვზივარ, აზრად არ ამოვიღო კამერა და ინსტაგრამზე დავდო სტორი რა რესტორანში ვზივარ. ანუ ეგ არ არის, ანუ ჩემი privacy-ს თემა არის. ანუ რაღაც არის ტერიტორიები, სადაც მე არ მინდება შესვლა. არა იმიტომ რომ ლამაზ რესტორნებში არ დავდივარ და საერთოდ ჩემი მეგობრები რესტორანზე რომ ეკითხებიან რა დიზაინის გავაკეთო, მე მევთხარ სულ Instagramable. ანუ ერთადერთი პარამეტრი მომყავს სულ. მევთხარ იფიქრე რესტორანზე Instagram-ის ლინზით. თუ ესე რესტორანზე არ იფიქრებ, შენ რესტორანი წარმატებული თანამედროვე სამყაროში აღარ იქნება. და ვეუბნები, მინიმუმ 20 სპოტი გჭირდება, სადაც ადამიანი ფოტოს გადაიღებს. აი სპოტები, რავი, ტუალეტიდან დაწყებული. მე ისეთ რესტორნებში ვარ ნამყოფი, რომ ტუალეტში იღებენ ფოტოებს. ანუ სასწაული ისეთი განათება, ისეთი სასწაულები ხდება. ანუ მაფიქრია ამაზე უკვე. დაუბრუნდები. მე ხანდახან მგონია, რომ რავი სულ ჩემ თავს ვეუბნები, რომ ალბათ დუში ან ტუალეტში ან სადღაც სხვაგან რო შედიან, მან თავს იკავებენ, რომ ანუ უტრირებ თავისთავად ეხლა, რომ არ გადაიღონ. იმიტომ ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაცა სპეციფიური აზროვნება არის, რომელიც ხდის კონტენტ კრეატორად. შეგიძლია ამაზე მითხრა თქვენი ხედვა. ახლა ორივე ხართ, რა, პარტნიორები ხართ და ნუ ძალიან განსხვავდება კონტენტ კრეატორები. აი ეს რასაც ამფარი lifestyle კრეატორები, რომლებიც თავის ცხოვრებას აზიარებენ და მათი მთავარი ფოკუსი ეგ არის. შენ განათლება გაქვს, შენ ბიზნეს კონტენტი გაქვს. ესეც კონტენტ კრეატორობა, სხვა ნიშა არის და არ არის აუცილებელი ორივე აკეთოს. რა თქმა უნდა, გულწრფელობა და მრავალმხრივობა კარგია, მაგრამ შეგიძლია არ გადახვიდე და ისაკეთო, რისი გაზიარებაც გინდა და საინტერესოა შენთვის. მოიცარ წახვიდე. კითხვა მაქვს. აქვე. ხო არის ბევრი მარკეტინგი, ხა ბევრი შენი კოლეგა არის. ვინც მარკეტინგი დაამთავრა რაღაცა, რავი, კურსია თუ ფაკულტეტია თუ რაღაცა დაამთავრა, რა. ბევრი მათგანი არ გახდა კონტენტ კრეატორი. გახდა, რავი, CMO, მარკეტინგის დირექტორი, არ ვიცი, რაღაცა სხვა განხრით. შენი აზრით, შენ რატო გახდი და ისინი არ გახდნენ თუ ვერ გახდნენ? რა არის აზროვნებაში განსხვავება? მე მგონი არ გამომივიდა მათ პოზიციაში კარგად ყოფნა. ანუ გამიმართლა რომ დისკომფორტის ზონა შემექმნა მაგ მხრივ. კომფორტი რომ მანდ მეგრძნო, დღეს სხვაგან ვიქნებოდი და მყავს ერთი მეგობარი, რომელსაც ვეუბნები, რომ ეს არის ალბათ კარგად რომ მეგრძნოს სამსახურში თავი და კარგი კომფორტი მომეწყო, ალბათ დღეს შენ ვიქნებოდი.
და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის მარკეტინგის ჰედი არის. უბრალოდ მე აღმოვაჩინე, რომ ვარ ცუდი დასაქმებული. ბოდიში მარტას და ლეკოს. რაში გამოიხატება სულ დასაქმებული, რომ ეგეც სხვა აგვიხსენე. რომ ავალებდა რაღაცას რუტინულად და ის იყო, რაც მე არ მაინტერესებდა, არ შემეძლო რომ გადამეფიქრებინე დღეს კი არა, ამას კი არა, იმას გავაკეთებ, დღეს ამას სხვას დავავალებ და შევცვლი. აი ეს რაღაცა რომ არ შემეძლო, ცუდად გამომდიოდა, რითიც არ ვარ გულწრფელად დაინტერესებული და ეს სისტემურობა და დაძალება არ გამომდიოდა კარგად. რაც რაღაც მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა და ვისაც ეგ აქვს, პირიქით ძალიან მინდა რომ ეგეთმა ადამიანმა ჩემზე იმუშაოს, მაგრამ მე არ გამომივიდა კარგად დასაქმებულობა. წარუმატებლად ვმუშაობდი ჩემი ფურცლების და რეგალიების. ჯენზი ხარ? კი. ნაწილობრივ პასუხი. კი, ასევე. და მივხვდი რომ თავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ვიცი რომ ჩემივე საქმეზე ვმუშაობ, 10 ჯერ მეტი მიმუშავა შეიძლება და არ დავღლილიყავი. და კარგად გამეკეთებინა. იმიტომ რომ ჩემს ვხედავდი პირდაპირ პროპორციულად როგორ აისახება და ჩემს ცხოვრებაზე ამ ყველაფრის კეთება. გიო შეთვის? აი ზუსტად აქედან მოდის იმ კითხვაზე პასუხი, როგორ ვიპოვოთ საყვარელი საქმე. ჯერ იპოვე ძალიან არასაყვარელი. სხვაზე მუშაობა იყო ზუსტად. არ ვიცი. ანუ ეგ პროტესტი საიდან გაგიჩნდება, იმიტომ რომ მე ვიყავი დასაქმებული, ძალიან ცუდიც არ ვიყავი, IT help desk-ი და web developer-ი, freelancer-ი და ასე შემდეგ, მაგრამ აი არ ვიცი, რაღაც მომენტში რომ დავინახე სხვა სურათი, რომ შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო, მაგის მერე აი ეს პროტესტი, შინაგანი პროტესტი, და ზუსტად არ მახსოვს საიდან გაჩნდა კონკრეტულად რა მომენტში. შინაგანი პროტესტის მერე აი ყველაფერი გავაკეთე, რომ სიღარიბიდან ამოსულიყავი. და სიღარიბეს ანუ 10,000 ლარიც რო კონდეს თვეში შეიძლება მაინც ვერ გაიქცე მაგ აზროვნებას. ჩემი აზრით. შენ სიღარიბის საზროვნების დონეზე ამბობ? კი. ღარიბულ აზროვნებაზე ამბობ? შეიძლება 11,000 ლარი დახარჯო იმ 10,000-დან. ან ვალებში გადახვიდე რა. თუ არ ამოხვალ მაინც ატიდან. აზროვნებიდან. აზროვნები. დავაზუსტოთ მაინც. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებ. ოკეი, მე მინდა დაუბრუნდე კონტენტ კრეატორობაზე კითხვას და მაგ აზროვნებას. მე შეიძლება ვთქვათ, რომ კონტენტ კრეატორი დაშვებას გავაკეთებ და გადამამოწმე თქვენთან, რომ კონტენტ კრეატორი შეიძლება ცხოვრებას ხედავდეს კამერის მიღმა. ანუ კადრს მიღმა, ანუ აი ესეთი აზროვნება კონდეს, რომ ყველაფერში შეძლოს კადრი დაინახოს, ანუ როცა ხედავს რეალობას, ხედავს პარალელურად კადრსაც, როგორ გამოიყურება ის რეალობა კადრში. შეგვიძლია ეგეთ დაშვება გავაკეთოთ. გაჩნია როგორ გაიგებ. ნახე ზოგს გონია თუ კონტენტს არ იღებს, ესე იგი დროს ხარჯავს ტყუილად და ყოველი წამი უნდა გადაიღოს. ეგ ძალიან დიდი დისბალანსია და ერთ-ერთმა მენტორმა გვასწავლა, ჯერ ცხოვრება, მერე კონტენტიო. და მერე უცბად საპირისპირო აზრი მოვისმინე. არა, კონტენტში თუ მოახდენ ცხოვრებასო, მით უფრო მეტად დატკბები ცხოვრებითო, იმიტომ რომ მეტი კადრი გექნება ცხოვრებისო. ხო და გაჩნია რომელ ვარიანტს აირჩევ. ჩემ შემთხვევაში, რავი, ორივე ერთად არის. ვერ გაიგებ, მაგრამ როცა ვაფიქსირებ აი ყოველ ემოციას, მაშინ უფრო მაგარია. მაგიტომაც ჩემი აზრით გვჭირდება ან iPhone holder-ი, ან რავი, ოპერატორი ცალკე, რომ მე ყოველ ჯერზე არ მომიწიოს ტელეფონის ამოღება და გადაღება. და რავი, თუ სწორად გავიგე კითხვა, შენ როგორ წარმოგიდგენია კადრს მიღმა? ნუ ესე ეკეთებს ხოლმე ჩვენი მენტორი, რომ ჯერ იღებს და დებს უკან, მერე უკვე შედის ინტერაქციაში და შეიძლება მოვიგონა, რომ ვითომ საჭირო ოთახში მივდივარო, იქ თუ მინდა სწრაფად დავამონტაჟად, რომ აი სიცოცხლე ქონდეს სტორის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაგრძნობინებ გარშემო, რომ არაბის რო პრიორიტეტი არ არიან და ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაც ესეთი კადრიც თუ დამენანება, რომ არ შემინახო, უხმოთ ვიღებო და მერე ვახმოვანებ და ყვები სრულფასოვნად დავამონტაჟებ მერე. ანუ ჯერ მაინც პრიორიტეტში ცხოვრება არის. ოკეი. მაშინ მოდი მაგაზეს შევეხო და ბარემ ეგ თემას ჩავშალოთ. რა სხვაობა თუ ზღვარი არსებობს, მოდი ისე ვთქვათ, კონტენტ კრეატორსა და კონტენტ მარკეტერს შორის? ანუ აი რა არის მან ზღვარი? რა სხვაობა არის კონტენტ მარკეტერსა და
მოდი ტერმინებსო თავი გავანებოთ რეალურად შენი საქმიანობიდან განმოსახედიდან ფიქრობ რომ კონტენტ კრეატორიდან კონტენტ მარკეტინგამდე მიხვედი და კონტენტ მარკეტინგი ჯამში ალბათ გახდა შენი ბიზნეს მოდელის ნაწილი, ხო? იმიტომ რომ შენ ამ ბიზნეს მოდელს ამოძრავებ კონტენტ მარკეტინგით. ჯერ ჩვენ ვიყავით ბიზნესი და კონტენტი ავიღეთ როგორც რეკლამის საშუალება. ჩვენ თვითმიზანი არ იყო კონტენტ კრეატორობა ან ცნობადობა. უბრალოდ ასე დასჭირდა ბიზნეს და ეს იყო მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი, რაც აღმოვაჩინეთ. ზოგისთვის პირიქით არის. ჯერ კონტენტს იღებს, კონტენტ კრეატორია და მერე ფიქრობს ახლა ამაში ვინ რას გადამიხდეს და ეგეც ოკეია. დიდი სხვაობა ჩემი აზრით არ არის, იმიტომ რომ იმისთვის რომ იყო მაღალანაზღაურებადი კონტენტ კრეატორი, უნდა გახდე კონტენტ მარკეტერი შენი სპონსორებისთვის, ან საკუთარი ბიზნესისთვის, ანუ მაგამდე მაინც მიდიხარ. და რას იღებ და რას არ იღებ, ეს არის ინდივიდუალური ძალიან, რაც შემთხვევაში შეიძლება ძალიან პირადია შენთვის არ იყოს და პირიქით. ხშირ შემთხვევაში არა გამართლებულია, ჯერ თუ ფიქრობ კონტენტზე და მერე ბიზნესზე. იმიტომ რომ მან რჩები, იმით იკვებები, დოპამინს ხო ორივე გაძლევს. ბევრი ნახვა და ბევრი გაყიდვაც და შეიძლება ბევრი ნახვის და ბევრი ფოლოვერის ლუპში შერჩე და არ გადახვი და გაყიდვებს. ხო. ან დადებითი კომენტარების, რომ არა საყვარელი და კეთილი ვარ, იმიტომ რომ უფასოდ თქვი ყველა. მასლოუს პირამიდას რო დავხედოთ, ყველაფერს აღიარებისთვის ვაკეთებ და მან თუ იღებ ეგეთ იაფ ფასიან აღიარებას, შეიძლება მაგას ვერ გასწრე. ბევრს ეგმოსდის და ძალიან ну შეიძლება თან არამიზნობრივი სეგმენტი დაიგროვო ბევრი და მე აღმოჩნდეს რომ რაღაცა ოფერს რო გამოიტან არარელევანტურ აუდიტორიასთან კონდეს საქმე. ზუსტად. სოჭი ჩემი ისტორია სულ პირიქით არის, ანუ ბილდაპი კი არ მოხდა, სინამდვილეში ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა, რომ მე მარკეტინგის სფეროში ძალიან დიდ ავიაციაში აღმოჩნდი თავიდანვე. და ეს დიდი ავიაცია ემსახურებოდა მასიური პროდუქტების გაყიდვას და ის სხვა თამაშია, რა ვიცი, რაღაცა 100,000 სესხს თუ დეპოზიტს რო ყიდი თვეში თუ არ ვიცი ჯარის ბრენდს აკეთებ თუ პოლიციას თუ მოკლედ ბევრ რაღაცას რო აკეთებ ესე დიდ პროექტებს და დიდ ბიზნესებს ემსახურები. და მე უკვე ჩემ სტარტაპში რო გადმოვედი, ერთი წელი დავახარჯე რომ კონტენტის კეთება მესწავლა, ანუ რეალურად ეხა აი ეგ რაშიც ჩვენ ვიმყოფებით არის ჩემი კონტენტი, ხო? ანუ პოდკასტთან დაკავშირებული rilები, სტორები, ყველაფერი რაც მაგასთან დაკავშირებით გადის, რომელიც არ არის საკმარისი კიდევ ბევრი სხვა საინტერესო რაღაცა არის გასაკეთებელი. და აი ეს კონტენტის წარმოება რო ვისწავლე, მე მოვიდა ნელა ფიქრი ამ კონტენტში რა ჩავალაგო, ანუ რა შევთავაზო ადამიანებს, რომელიც იქნება რელევანტური იმ აუდიტორიასთან მიმართებაში, ვინც მე მისმენს. და საბოლოო ჯამში ეხლა მაგ პროცესში ვარ და აი ამ ტრანსფორმაციის პროცესი არის ჩემთვის აზრობრივად, რომ კონტენტ კრეატორიდან გადავიდე უკვე, იგივენაირ, მოდი ესე ვთქვათ, სხვა კურსი მექნება მე და მაქვს თქვენგან განსხვავებულია, მაგრამ რეალურად მაგავე მოდელისკენ მივდივარ, რომ უკან არის განათლება, არაფორმალური განათლება როგორც ინჟინი და კონტენტი ემსახურება იმას, რომ შეაგროვოს სწორი აუდიტორია. აი გამთელი მეცნიერება რას თქვი ახლა? ეგ არის საბოლოო ჯამში. სხვადასხვა კითხვა მაქვს შენთან. აი როგორც ხა კონტენტ კრეატორები აქტიურად რომელიც კიდე ანუ რა თქვენი გადმოსახედა მაინტერესებს, იმიტომ რომ მე რო პოდკასტზე ვლაპარაკობ, ხარე ვარ. და შესაბამისად მე რო ვამბობ რომ პოდკასტი მაგარია ხალხნო და ის იძლევა ისეთ სივრცეს, რომელსაც არ იძლევა არანაირი სხვა საშუალება, მაინც ჩემი მხრიდან ნათქვამი, მაინც ის არის, რა ქვია, ხო ის დაინტერესებული მხარის ნათქვამი. თქვენ როგორ ხედავთ ამ ნაწილს, ანუ ან თუნდაც რატო გადაწყვიტეთ ამ პოდკასტში მოსვლა, რა იყო თქვენი მიზანი და რა ღირებულებას ხედავთ ამ ტიპის კონტენტში, ოდნავ განსხვავებული იმ კონტენტისგან, რასაც თქვენ ამზადებთ, მაგრამ თქვენი მხარეც მაინტერესებს როგორ ხედავთ ამას. ოკეი. პირველი ის რომ ხალხმა უფრო ახლოს გაგვიცნოს, ახლოდან, იმიტომ რომ მოკლე ვიდეოებში ვერ ვასწრებ ბევრი რაღაცის თქმას. კი, YouTube-ს ასე თუ ისე განვითარებდი, მაგრამ საქართველოში ბევრად მარტივი და ბევრად ეფექტური არის ვერტიკალური კონტენტი. სწრაფი, ასე ვთქვათ, ხო, და ზუსტად მაგას ანუ მირჩევნია მაგალითად მე გადავიღო 30 rilsi ვიდრე ერთი დიდი YouTube ვიდეო.
მე უფრო მეტ შედეგს მაძლევს, ესე მივაჩვიე საკუთარი თავით, რომ შეიძლება ერთმა YouTube ვიდეომ მეტი შედეგი მომიტანოს, არ ვიცი, მაგრამ მან ექსპერიმენტებს არ ვატარებ ჯერ. საერთოდ ყველაზე კარგი კლიენტი არის ის, ვინც კარგად გიცნობს. თბილი, ვინც იცის რა სირთულები გადალახე, შენი ისტორია და ხო, ამიტომაც ხო. ეგ არის რა. ადამიანი უფრო მეტად გათფეს ხო, აუდიტორია ჩვენს ზუსტად. მიმართ. აი მაგაზე საინტერესო ამბავია, რომ ადამიანები არ ყიდულობთ ბრენდებისგან, ყიდულობთ ადამიანებისგან, რომლებსაც ვიცნობთ, მოგწონს და ვენდობთ. რომ მიცნობდეს, ჯობია რაოდენობა ამ შემთხვევაში რილსები, უფრო მეტი შანსია, რომ უცნობ ადამიანს ამოუვარდე. რომ მოვწონდე და მენდობოდეს, ამისთვის უკვე სიღრმე არის საჭირო და ორივეს თავისი პლუსი და მინუსი აქვს და ეს სიღრმე არის, რაც მე დავინახე პოდკასტში და იმიტომ არის ძალიან საინტერესო. ესეთი წესი არის 7-11-4 წესი. 7-11-4, ხო. ხო. ცოტა მეტი ახსენი ხო. მაგ წესზე. აი ხლა რას გულისხმობს? ჩემთან ერთად საშუალო მომხმარებელმა სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა დააგროვოს 7 საათი ვითომ ერთად საუბარის. მინიმუმ 11 სხვადასხვა ინტერაქცია, რომელშიც ითვლება რილსიც, YouTube-იც, კონსულტაციაც, კომენტარზე პასუხი და მიმოწერაც, ყველა ინტერაქცია საშუალოდ, ზოგს ბევრად მეტი ჭირდება. და ეს უნდა მოხდეს 4 სხვადასხვა ფორმატში. რილსი, YouTube, პირადი შეხვედრა და ონლაინ კონსულტაცია დაუშვათ, ან ვებინარი. რაღაცას 4 სხვადასხვა სოციალური ქსელი, ან Google, 4 სხვადასხვა ადგილას უნდა შემამოწმოს. ამიტომ რაოდენობრივად რომ მეტჯერ შევხვდე, ერთი პოდკასტში მე ერთხელ შევხვდი და ამაში მეხება რილსები რომ 11 ჯერ შევხვდე, მაგრამ 7 საათი რომ მალე დაგროვდეს, ამაში უფრო მეხმარება გრძელი კონტენტი, იმიტომ რომ ერთწუთიანი რილსებით სანამ მე 7 საათს დავაგროვებ, შეიძლება თვეები გავიდეს და ამ შემთხვევაში შეიძლება ამ 7-დან 2 საათი ეხლა პირველად მხედავს ადამიანი და უკვე დაუგროვდეს, ხო? საინტერესო. მაგიტომ აქვე ვიტყვი, რომ ელისო და გიორგი არის, მოდი ესე ვთქვა, ჩემთვის ახალი აზროვნების ნაწილი, სტუმრობა მათი, სადაც გადავწყვიტე, რომ ბევრი ახალგაზრდა ადამიანს დაუძახო, ვინც ბიზნესში შეიძლება დიდი ხანი არ არის, ახლა დგავს ნაბიჯს, 4-5 წელი, 3 წელი დამწყები, უფრო მეტად გადავწყვიტე, რომ ამ ხალხს დაუძახო, იმიტომ რომ ეხლა არიან იმ გამოწვევების წინაშე, რომ ეს შეიძლება ყველაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდეს აუდიტორიისთვის და არა მხოლოდ 30 წლის კორიფეების მოსმენა. იმათ მოსმენას ცალკე ღირებულება აქვს თავისთავად, იმიტომ რომ ისინი ყვებიან ისეთ ბიზნეს ისტორიებს, რომელსაც, როგორც ენციკლოპედია რო წარმოიდგინო ქართული ბიზნესის კეთების, ეგეთი ადამიანების ბევრი მყავდა. მაგრამ ბევრი ახალგაზრდას გადავწყვიტე. ამიტომ მიმართავ მაყურებელს, რომ გამოიწეროს არხი იმისათვის, რომ ბევრ საინტერესო ახალგაზრდა ადამიანს მოვიყვანთ ჩვენ სტუმრად. ძალიან მიხარი. მე დაუბრუნდები ერთ წერტილს. თქვენ ახსენეთ, რომ არც ისე გიყვარდათ მუშაობა სხვაზე. როგორი იყო თქვენთვის მერე დაქირავება ადამიანების? აი თქვენ როცა აღმოჩნდით პოზიციაში, რომ სხვების დაქირავება დაიწყეთ. აი მაგაში ელის უნდა მეხმარა ძალიან. ხო, აი მოვყვეთ ეგ ამბავი, იმიტომ რომ აზროვნება, სადაც შენ ყავს დაქირავებული შენი თავი სხვა არის და როდესაც იწყებს სხვა ადამიანების დაქირავებას, მან აზროვნების ცვლილებაა საჭირო და როგორ მოხდა თქვენ შემთხვევაში? პირველი დაგჭირდა სულ პირველი, როცა ვნახეთ, რომ ყოველდღიური რილსებია საჭირო, რომ ასე თუ ისე ნორმალურ შემოსავალზე გახვიდე. არ ვიცი. ამდენ რილს მეთქი ვინ დაამონტაჟებს? სულ ჩვენ? თან მაშინ არ იყო გატიტრის პროგრამები. და ხელით გიწევდა ყოველი სიტყვის ჩასმა და გაუტიტრავ ვიდეოს თითქმის არ ვდებთ არასდროს. აი რავი, ძალიან იშვიათად. და აი თან პაუზების მოჭრა, მუსიკის დადება, სტოკ ვიდეოების ჩამატება და შემდეგ მეთქი, მართლა გჭირდება, ჩემი აზრი არ იყო, პირველად ელისონ თქო, რომ მოდი ავიყვანოთო მონტაჟორი. არ ვიცი, ზუსტი სიტყვა ედიტორი, ოკეი. ქართულად არ ვიცი. მემონტაჟი. ეგრე გამოდის. მაქინან დავიწყეთ, მერე როგორც კი ეს დავადელეგირეთ, ნახეთ, რომ ბევრი მესეჯი შემოდის, ვისაც კონსულტაცია სურს და ხან მე ვპასუხობდი, ხან ელეს, ხან ორივე ერთად და აქაც ოპა მეთქი, მთელი ენერგია აქ მინდის. თან კონსულტაციას უნდა შევატაროთ, თან კონტენტს უნდა მივხედოთ
მანდაც უცბად ელისომ მოდი ავიყვანოთ ეს DM ასისტენტი. ორი გოგონა დავამატეთ. მერე მესამეზე უკვე ონლაინ გაყიდვები იყო, რაც ყველაზე რთულად და დილეგირებადი საქმე, იმიტომ რომ გაყიდვები არის ყველა ბიზნესის ღმერთი. სისხლი. ხო, მაგის დადელეგირება, მონტაჟს დაადელეგირებ, SMS-ის ჩაწერას კონსულტაციაზე კი, მაგრამ სადაც არის ფულთან შეხება, არის ყველაზე რთული. და მაგაზე დაგჭირდა 8 თუ 9 მენეჯერის, სხვადასხვა მენეჯერის აყვანა და მარტო შარშან შექმნით გაყიდვების მენეჯერების გუნდი. ბიზნესის დაწყებიდან მე-5 წელს. ეხლა გვაქვს 3 ბიჭი, რომელიც ჩვენს ნაცვლად ყიდის. ამიტომაც მაგას დაჭირდა ბევრი დრო. და რა აქ მეორეს ვახსენებ, რომ პროდუქტის ნაწილი ძალიან დიდ დროს მოიცავდა და მივხვდით, რომ ყველაფერი რაც მეორდება ყველასთვის ჩამეწერა. ეს არის დელეგირების კიდე ერთი ვარიანტი. ან გაამრავლო საკუთარი თავი ციფრულად, ან აიყვანო ადამიანები, ვინც შენს ნაცვლად გააკეთებს და ესეც არჩევანია, რომელ შემთხვევაში რომელი ჯობია შენი ბიზნესისთვის. და გააქვთ განსხვავებული აზრი ადამიანების შერჩევაში და შეფასებაში. ყველაზე რთული საერთოდ იყო კადრის გაშვება სამსახურიდან. პირველად ძალიან რთული იყო, მაგრამ უკვე დამიგროვდა მაგის გამოცდილებაც. შერჩევა რაც შეეხება შერჩევის დროს მთავარია იყოს სწავლებადი და თუ ისე არ მიდის საქმე როგორც მე მინდა, პირველივე თვეში გაუშვა, რომ არ დააზიანოს ბიზნესი. და თვითონაც არ დაიზიანოს თავი, თორე აზრი არ აქვს მაგის ყოფნას კომპანიაში, თუ ვერ სწავლობს და ვერ ითვალისწინებს რაღაც შეცდომებს. ერთი შეცდომა გასაგები, ორი, მაგრამ თუ აგრძელებს შეცდომების დაშვებას, აუცილებლად უნდა გაუშვა ეგეთი კადრი. თანხმდებით ამაზე თუ გაგიშვია შეთანხმების გარეშე? შეთანხმების ორივე შეთანხმების გარეშე არასდროს. ყოველთვის ლაპარაკობთ ამაზე? აუცილებლად. და ყოფილა რომ განსხვავებული აზრი ქონია? არა. ან აკეთებს, ან ვერ აკეთებს. ძალიან ობიექტური საზომია. ან მასთან ერთად უკეთესად მიდეს საქმე, ან უარესად. და ამ შემთხვევაში იმ ადამიანის პოტენციალსაც აყოვნებ არც ისე სწორ პოზიციაზე და იმის კარიერულ გზას ატორმოზებ და თავის ვერ პოულობ, სადაც მართლა მაგარი იქნება. ასე რომ იმისთვისაც უკეთესი. ბარემ აქვე. სად არის საზღვარი თქვენთვის და როგორ ავლებთ საზღვარს ბიზნესის კეთებას და ურთიერთობას შორის? სად გადის ეს საზღვარი თუ გაქვთ ეგეთი საზღვარი ზოგადად? გვაქვს რა თქმა უნდა, გადის ზღვარი. დღის დაგეგმვა ვისწავლეთ, რაც იყო ყველაზე რთული და დღის დაგეგმვა გაძლევს იმის საშუალებას, რომ ნეირორესურსი დაზოგო შემდეგი დღის. იმიტომ რომ შემდეგ დღეს რო იღვიძებ, ახლა რა გავაკეთოთ ასე შემდეგ, უკვე ნეირორესურსი დახარჯული გაქვს და ამის გამო შეიძლება ვერაფერი ვერ გააკეთო იმ დღეს. და წინასწარ რო გაწერილი გაქვს, დილის 10-დან დღის 3 საათამდე ვმუშაობ და მერე უკვე ელისო თაიმ მიწერია პირდაპირ, მაშინ ბევრად მარტივი ხდება დაბალანსება. ამიტომაც წინასწარი დღის დაგეგმვა გშველის. ასევე გვაქვს ერთად მუშაობის საათები და დასვენების საათები და ძალიან მნიშვნელოვანია კალენდარში არის ფუნქცია ხოლმე, რომ ეს არის სამუშაო, ეს არის დასვენება, ეს რაღაც და ისე გამოდის ხოლმე, რომ სხვადასხვა ფერს, სხვადასხვა პრიორიტეტს, თუ ვთქვათ, ვარდისფერი არის work, iPhone-ზე ეგრე არის პირველად, ის არის ყვითელი და ყვითლების თითქოს ჩანაცვლება მარტივად შემიძლია. ავიღე, რომ ყველა ერთი ფერი იყოს, რომ არ გადაწონოს ბიზნეს გეგმამ, არ ჩაშალოს მეგობრობის გეგმა, ან ურთიერთობის გეგმა და ისევე დაგეგმავდა დასვენებას, გართობას, ურთიერთობას და ბიზნესს, როგორც ნებისმიერ სხვა რამეს და ჯანმრთელობას. Indistractable-ში წერია ეგ, თუ შენი distraction-ი, ყურადღების განფანტველი რაღაცა, ელისოზე არ ვამბობ მაგას. ზოგადად რაღაც თამაში მოგინდა ფილმის ყურება, თუ წინასწარ დაგეგმილია, ეგ არ ითვლება ყურადღების განფანტվել რაღაცად. თუ არ არის დაგეგმილი და სამუშაო საათებში გაკეთებული რაღაც ყურადღების განფანტველი, მაშინ რა თქმა უნდა. წინასწარ თუ დაგეგმავ, მაშინ არ არის. და გჭირდება, იმიტომ რომ ადამიანი ხარ და ყველას უნდა შინაგანი ბავშვის გახარება, ვიდეო თამაშის ყურებაც, ფილმის ყურებაც, ყველაფერი, მაგრამ ერთმა ბოლომდე არ უნდა შეწიროს და თუ რაღაცა ვალს აიღებ ერთი ბანკიდან, მერე უნდა დააბრუნა ორმაგად. თქვათ, თუ 2 კვირა ვერ წავედეთ პაემანზე ან ვერ გავედეთ, ესე იგი რაღაცა მერე ამასავსებია რაღაც 2 დღიანი მოგზაურობით ან რაღაცას. და თქვენ როგორც
დაქირავებულებს, რომელსაც თავის დამქირავებლები არ უყვარდა. თქვენ როგორ გონიათ, მიაღწიეთ, რომ ხარ დამქირავებლები, რომელსაც დაქირავებულს უყვარს თავისი, ანუ აი როგორ გონიათ მან რა გზნობა გაქვს? მივხვდი, რომ ძალიან დიდი დისონანსი მქონდა, რომ მე თუ ჩემ თავზე არ ვიმუშავებდი, სხვა რატომ იმუშაოს? ან ისეთი მაგარი თუა, რომ ეს ყველაფერი შეუძლია, რატომ და იმუშაოს ჩემზე, რატო არ არის ანტრეპრენერი? ეს მქონდა და ძალიან შემიცვალა რამდენიმე ძალიან მაგარი პროფესიონალის გაცნობა, მაინდსეტი და პირდაპირ მითხრა, რომ მე მირჩევნია სხვაზე ვიმუშაო, თუ რა თქმა უნდა, კარგი დამსაქმებელია, პატივს მცემს, პირად საზღვრებს იცავს და ასე შემდეგ, მე მირჩევნია, რომ მქონდეს ნაკლები პასუხისმგებლობა. აი თუნდაც მე ვფიქრობდი, რომ ვიზნეს იცის გაყიდვები და მარკეტინგი ეს არის ბიზნესის ქონა არ ქონის 80% და ბარემ ის 20-იც მიემატოს, რა თუნდა. მაგრამ პასუხისმგებლობა რისკი არის, ის 20% პროდუქტის შექმნაც საკმაოდ შრომატევადია, თუნდაც კურსი იყოს და ხა მარტივად უყურებთ, საერთოდ არ არის მარტივი ეს პროცესი. ურჩევნია, რომ სხვისი გაყიდოს და პროცენტი დაიტოვოს და ვიღაცამ ასწავლოს, ვიღაცამ უთხრას კარგი და ცუდი რა არის, როგორ ჯობია, რომელ საათზე რა გააკეთოს და ამაში ხედავს თავის თავს და იმდენად ჩემთვის ეგ ცოტა დისონანსი იყო, რომ მე თუ აქეთ რაღაცა ვასწავლე ანტრეპრენერობას და რაღაც წამოდი სამსახურიდან და ეს ამბავი, როგორ ჩავხედო თვალებში ჩემს გუნდს. და მან მივხვდი, რომ არანაირი დისონანსი არ არის სინამდვილეში. ორივე გზა საჭირო არის, ყველა ვერ იქნება ანტრეპრენერი და ყველა ვერ იქნება დასაქმებული და სადაც შენ იყავი, შენი პოვი, შენი ბედნიერება იქ უნდა იყო. და როგორ გონიათ ორივეს? ჰეპია თქვენი სტაფი, რომ თქვენზე მუშაობს? კითხოთ უნდა. ვერასდროს ვერ მიხვდები მაგას, ახლა შინაგანად რას გრძნობს და ასე შემდეგ, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად აი ჯიგრულად ვიყო ყველასთან. აი როგორც შენიანებთან. დაახლოებით იგივენაირად ვარ მეც. ანუ არანაირი ნიღბების მორგება და რაღაცა, მაგრამ რა თქმა უნდა სამუშაო დისტანციას უნდა დაიცვან. თლათ ახლა მაგასია უნდა გახდეს შენი თანამშრომელი. ეგ არის დამღლობელი. ხო, ანუ ბალანსი არის საჭირო, შენ ბალანსზე ლაპარაკობ. კი, დისტანციაზე. იცი რა მაინტერესებს და ესე იგი თქვენ რეალურად პირველი პროდუქტი, რომელიც შექმნით, იყო კონსულტაციები. ხო? ანუ როცა წამოხვედით იმიდან. ეგ კონსულტაციების გაყიდვა დაიწყეთ. და რა წერტილი მოვიდა, სადაც თქვენ უკვე გადაწყვიტეთ, რატომღაც ხო გადაწყვიტეთ, რომ შეგიძლია სხვა სასწავლოთ. ხო და ეგ წერტილი რა იყო? ანუ რა წერტილს მიაღწიეთ, სადაც გადაწყვიტეთ, რომ რავი, ეხლა მე მგონი ჩვენ რაღაცა ფასეული ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვდა და მოდი სხვას ვასწავლოთ. ეგ სხვათა შორის ჩვენი გადაწყვეტილება და ჩვენი იდეა არ ყოფილა, თავისთავად მოვიდა. აი იმ კურსზე, სადაც ვისწავლეთ და ერთ თვეში ეს შედეგები დავდეთ, სხვები სწავლობდნენ, სხვებს სხვადასხვა ნიშა, სხვადასხვა ბიზნესები ქონათ, რა გააკეთეთ ესეთი და ერთხელ მოვედი უფასოდ მოვყავი, მეორეჯერ მოვედი უფასოდ მოვყავი და ამის კურსი გააკეთეთ, ამის კურსი მეთქი არა, სხვა ნიშაში ვარ, იმას დროს ვერ მოვაკლებ, რაღაც დავაპაუზე და ნიშა იყო კვება მაშინ ჯერ კიდე. კი. თქვენ ასწავლიდით ადამიანებს სწორ კვებას. კი. ხო, ეგ იყო ჩვეულის შესვლას, რომ სამუდამოდ დაიკლოთ და არა ერთჯერადად. და ვფიქრობდი, რომ ჩემ თავარ საქმიანობას მოაკლებს და ძალიან მჯერა, რომ რაზეც მიმართავ ფოკუსს, ის უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე როცა გაყოფ სხვადასხვა რაღაცაზე და ბევრ კურდღელს არ უნდა გამოეკიდო და ბევრჯერ ანუ თავდაგეთი მაგარიც არ ვარ. რაღაცა პირველი 27,000 ლარი რო გავაკეთე, ამით რაღაც დიდი ბიზნესმენი ვერ გავხდი და ეხლა რა უფლება მაქვს, რომ ბიზნესის მენტორი ან მარკეტინგის მენტორი გავხდე. და უბრალოდ მივხვდი, რომ პირველად როცა ავიყვანე მოსწავლე პირად მენტორობაზე უკვე ამ მიმართულებით, ეს იყო ჩემი ფსიქოლოგი, ანი, რომელიც გაგაცანი და მითხრა, რომ მე არ მინდა შენი კვებები და რაღაცები, ამაზე მომეცი რჩევები და მეთქი ხომ თხოვა ადამიანმა, რატომაც არა. ნუ სხვებისთვის ადრე გამიკეთები 1 საათიდან, მოდი ვცადოთ. პროცესში მივხვდი, რომ ჩემი ცოდნა, ეს ზუსტად გიორგიმ რაც თქვა 10-დან 7 საკმარისი იყო მისთვის 10-დან 2-ის ამოსავსებად და რა კითხვებიც იმ მომენტში ქონდა, რა სირთულებიც იმ მომენტში ქონდა, მე მქონდა იმაზე პასუხები და მაგამ მომცა ის თავდაჯერებულობა, რომ ეხლა უკვე მზად ვარ და ეთიკურია, რომ ჩემ დონემდე ამოსვლა დავპირდე ადამიანს, ჩემზე უფრო ზევით ვერ დავპირდებ. და ეს რა თქმა უნდა იზრდება წლიდან წლამდე, რაც უფრო ზევით ავდივარ, უფრო მაგარი ადამიანების აყვანის და სწავლების უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. თუ მართლა შემიძლია და ვხედავ, რომ შემიძლია რაღაცაში გავზარდო. ხო, ნუ თან ალბათ
გარემოს განვითარებამაც ხელი შეუწყო, იმიტომ დღესდღეობით რეალურად ნებისმიერ სერვისს თუ პროდუქტს ყიდი, კონტენტის გარეშე ვეღარ გავიდი. აქამდე მოვედით. ხო, ანუ აი რეალურად ისეთ სამყაროში ვცხოვრობ, სადაც ეგეთი გამეფება კონტენტის, ალბათ სოციმედიის გამეფებას უნდა დავაბრალოთ ჯერ. მე მაინც ესე მგონია. და მე სოციმედიიდან როგორც კონტექსტი, რადგან ყველა უკვე ტელეფონში ვარ და ის უნივერსალური დივაისი გახდა და ჩვენი არ ვიცი საშუალო კვლევებით რაღაც 3 საათნახევარი screen time-ები არ ტყავ უკვე და 3 საათნახევარი იმხელა დრო არის. კარგ შემთხვევაში. ხო, კაი შემთხვევაში, ანუ რეალურად ადამიანები ცხოვრობენ ტელეფონში. და რო ცხოვრობენ ტელეფონში, შესაბამისად ცხოვრობენ პლატფორმებში. და ცხოვრობენ პლატფორმებში, შენ თუ იმ პლატფორმებში წარმოდგენილი არ ახარ და არ დახვდი X-ა და შენი მოხმარებელია, იყვირე რამდენიც გინდა. ხო, ანუ საბოლოო ჯამში მაგამდე დავდივარ. ჩემო მენტორმა თქვა, კონტენტს არ ხმი, ანუ აზრზე არ ვარ ასაკეთებო მეც. ანუ ეგრეა რა. ძალიან ბევრი ბიზნესია, რომ მე სხვა მეთოდით მუშაობ, მე ეს არ მაინტერესებს და უბრალოდ ერთ დღესაც დარჩება დღე, როდესაც სხვა გზა არ იქნება და გვიანი იქნება დაწევა. ხო, ნუ მეწევად ახლა კომპანიები, რომელსაც ბევრი ფული აქვს, სხვებს ქირავენ ამისთვის, ხო? მეწევად ეგ არის საბოლოო ჯამში, რომ ის სეგმენტი, რომელიც ფლობს საკმაოდ მძლავრ რესურსებს, შესაბამისად მძლავრ რესურსებს ხარჯავს ამაში ყველაფერში და მაგრამ ჩვენ ხო ლაპარაკობთ რომ სეგმენტი და ნიშა ხა უბრუნდები ისე სად წამოვარტყით თქვენ საბოლოო ჯამში ხო ანუ არის უამრავი დამწყები პატარა ზომის საშუალო ზომის ბიზნესი რომელსაც ჭირდება რომ მიიტანოს თავისი ხმა თავის მოხმარებლამ ჯერ იპოვოს ის მოხმარებელი დავიწყოთ აქედან ჯერ ჩამოყალიბდეს ვინაა მისი მოხმარებელი მერე იპოვოს ის და მერე სწორი მესიჯი მიაწოდოს სწორ დროს სწორ პლატფორმაზე ხო ანუ საბოლოო ჯამში ხო მაგამდე დავდივარ და ამას კონტენტის გარეშე ფიზიკურად ვერ იზავს და ჩვენ აღმოჩნდით იმ ტერიტორიაზე, სადაც რავი, ფსიქოლოგსაც ჭირდება იყოს კონტენტ მეიკერი, ხო? მაგას ჭირდება თუ ჭირდება ჩემი აზრით. ხო, ანუ გამოსხილება ცოდნა, ხო. როგორ შეგიძლია ახლა გაყიდოს მანაირად. და თქვენ მიხვედით იქამდე, რომ მოდი ჩვენ რაც ვიცით, ვასწავლოთ სხვებს. რა თქმა უნდა. და ეს არის თქვენი ძირითადი ბიზნეს მოდელი დღეს. კი. 100%-ით. რატო დავიწყეთ მცირე და საშუალოთი? იმიტომ რომ ის არის ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ თავზე გამოგვიცდია და გაგვიკეთებია. რო გავხდები დიდი ბიზნესი, მე დიდებსაც დავეხმარები და ნელ-ნელა უფრო ვართულებ და ავდივარ უფრო ეთიკური რო იყოს, მარტო იმას ვასწავლი, რაც მე გამიკეთებია და გამომსვლია. და არა რომ ვიღაცისგან მოვისმინე და ეხლა მოდი მოგიყვები მოკლეშინარს. აი ეგ არის ჩემთვის მთავარი ზღვარი ეთიკის. მაინტერესებს, როგორია ენტერპრენიორობა? თქვენთვის. ყველაზე რთული დღე, ყველაზე საზიზღარი დღე ენტერპრენიორობაში ჯობია საუკეთესო ხელფასი. ამას ვიტყვი. ჩვენთვის. ხო. ოკეი, და გააქვს ეგეთი რთული დღე? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ყოველთვის გექნება. რა შვები მაგ დროს? რას ეძახი სირთულეს? აი ენტერპრენიორიულ ცხოვრებაში რას ეძახი სირთულეს? აი მაგალითად რაღაცა, ყოველს ექსპერიმენტები გიწევს. მაგალითად უფრო მეტი დახარჯე რეკლამაზე, ვიდრე საჭირო იყო. მაგის გამო revenue დაგაკლდა. შემოსავალი. კიდე რა, არასწორი კადრი აიყვანე, რომელმაც გაყიდვები დაწია 50%-ით. დიდი ინვესტიცია ჩადა კურსში, რომელმაც საქართველოში არ გაამართლა და ახარ გაღიმებული და ესენც გეუბნებიან, რომ აი სხვა ყველასთვის მუშაობს ბოდიში საქართველოში. უცბად ბოდიში და ვერ გააკონტროლე შენი ჰორმონები და შეიძლება დეპრესიამ დაგარტყას, უმოქმედო ხდები. და ყველაფერი შენზე. და რავი, აი ვირუსი გაქვს 40 სიცხე, მაინც გადიხარ გარეთ, იღებ კონტენტს. მომსვლი ეგრე. ძალიან საზღარი დღეები. შედეშეს მე რაზე დავფიქრდი, იცი, არის საერთაშორისო ცნობილი кейსები, როცა წყვილები ფლობდნენ ერთ ბრენდს. და ხა მე სულ არ გისურვებ გაყრას, მაგრამ უკვე ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება რა, არ ვიცი მაღაზიაზე თუ ქონდათ საუბარი და საერთოდ თუ გიფიქრიათ, მაგრამ მე აკაუნტები დამდგარა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ საერთო აკაუნტები რო ქონდათ, მე გაყოფაზე იყო თელი სასამართლო პროცესები და ბევრი кейსი არსებობს, მრავალმილიონიანი არხები რო არიან და ინფლუენსერები რო არიან ადამიანები ან კონტენტ კრეატორები არიან და რა დაიშალნენ და ამ დროს საერთო ბრენდი ქონდა.
ჰქონდათ. მაგაზე ფიქრი ჰქონდათ გაყოფისო თუ აი ესე რომ წმინდა, ანუ ამაზე საერთოდ საუბარი ქონიათ? რა თქმა უნდა. და ჩვენ რაღაც საერთო რამე შეთანხმება ღირებულებებზე, გააქვთ? როგორცაც რელიგიაზე გვისაუბრია, ღირებულებებზე რაღაცა ერთ-ერთი ეგ არის, რომ იყოს ეგეთი რაღაცა, რას ვეთანხმებით ზოგადად სხვა წყვილებში, არ გვინდა რომ საერთოდ მანიფესტაცია გავაკეთოთ ჩვენს ცხოვრებაზე, უბრალოდ რას თვლით სწორად, როდესაც ადამიანები იყრაბიან. რაც მანამდე მოაგროვეს იმის გაყოფას არ ვემხრობი. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ეგრე არის, შეიძლება ინდივიდუალური შეთანხმებით ეგრე მოხდეს, რაც შექმნამდე იყო ის არ უნდა წაიღოს ადამიანმა, რაც ერთად მოხდა ქონების მხრივ გაიყოს, რაც შეეხება accounts ორივემ ვიცით თავიდან აშენება. და ორივესთვის იქნება ახალი ჩელენჯი და ახალი გამოწვევა და ახალი შანსი, რომ რაღაცას სხვანაირად მალე როგორც ხვდები შენ ხარ ახლა ამ გამოწვევაში, გიორგის ერგო, აი საერთო აკაუნტი ხო, რაც იყო ელისო და გიორგი, შენ აგზელე გიორგი. არა და ისტორიულად შენი იყო და მაგიტო თუ რატო გადაწყვეტე? თავაზობდა რომ შენ დაიტოვეო და მეთქი არა, მაინტერესებს მე რას ვიზამდი შენ გარეშე და მე ვინ ვარ შენ გარეშე, თან ისტორიულად შენი იყო. გამბედავი ხალი. მინდა გაზომვა ჩემი ძალების რეალურად და მეთქი შენ მსახურებ, იმიტომ რომ შენი ვიდეო 10 ჯერ მეტია და არალოგიკურია რომ მე დამრჩეს ის შედეგები და საწავიღოთ შენი ამდენი ვიდეო, ანუ არა. მე თვითონ ავირჩიე ეს გზა. ეგოს ურტყავს მართალი გითხრა, იმიტომ რომ გიორგის ყავს 300,000-ზე მეტი გამომწარი და მე ახლა ჯამში 5,000 ყველა პლატფორმაზე ერთად, ცოტა ხნის წინ დავიწყე ბალიზე. რა ნაწილში გირტყავს? შეჩვეული ხარ, რომ აი გამოხმაურებას, დიდ დატას, სისტემები რო ჩართული გაქვს, მაგრამ ისე გავაკეთე, რომ თავარი მანიფესტაცია რაც არის, რომ ისე მინდა გავაკეთო, თითქოს 300,000 გამომწარი ყავს და ისე 4-5 მილიონი ადამიანი მიყურებს, არ მინდა რომ არაფერს შეეტყოს ჩემი ახალი აკაუნტი. როგორ გავაკეთებდი დღეს ყველა იმ ცოდნით რაც მაქვს და არ დაველოდები რომ აი ამდენი რომ ეყოლება მე რაღაცას დავიწყებ და პირველივე დღიდან ისე გავაკეთე როგორც მე მინდა რომ იყოს. შენ გახდე ჩემი გამომწარი უპატარავეს გვერდზე, ავტომატიზაციები ყველაფერი უკვე ისე გამართული მაქვს როგორც იქნებოდა უზარმაზარ გვერდზე. როგორ მოგეწონა, მაინტერესებს. საკაიფოა, ყველაფერი მომივიდა, რაღაცა ეგრევე გამოვიწერე, მეილი მომივიდა, რაღაცა მე მომეწონა, ანუ კაი გამოცდილება. რაღაცებს ვისწავლიდი მაგ გამოცდილებები და მე თვითონ. რაგიზერებდი. ხო და იცი რა არის, რა მაინტერესებს, რომ ანუ შენ ხარ რეალურად ცდი შენ თავს, ანუ რეალურად ეგრე არის. შენ როგორ აკვირდები ამ პროცესს? რავი, რა მონაწილეობა გაქვს? არანაირი. საერთოდ არ ერევი ახლა? არა. ან თქვენ გაისპლიტეთ ბიზნესში, გამაგებინეთ გას. ბიზნესში არა, მარკეტინგში კი. საკომუნიკაციო არხში. ხო. მენეჯმენტში არა, პროდუქტში არა. აჰა. ანუ მარკეტინგი გაიყო და კომუნიკაცია. კი. პირადი საქმე. ორი ზაბრი შეიქმნა. ანუ ერთი იყო და ეხა ორი გაქვს. კი. კი. აჰა. ეხა გასაგებია რასაკეთებ. მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ კარგი შანსი არის, იმიტომ რომ არიან ხალხი, ვისაც ჩემი ნათქვამი უფრო მოწონს, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი შეიძლება იგივე იყოს, ვიღაცას გიორგი უფრო მოწონს, უფრო მასკულინური ენერგიები გიორგისკენ, უფრო ფემინური ჩემკენ და ვთვლით, რომ აი პერსონალიც, რომელსაც უშუალოდ ექნება მომხმარებელთან კავშირში, ჩემთან იყვნენ გოგოები, გიორგისთან ბოლომდე ბიჭები. და მე თავიდან დავაწყო უფრო ფემინურად ყველაფერი და ამაში ჩემს კრეატივს და ჩემს მაგრამ ეგ ხო მედლის ორი მხარეა, შეიძლება შენ რომ მარტო გამოჩნდები ბიჭების წამოიყოლოს. ხო, ვისაც ფემინური იზიდავს, სხვადასხვა მიზეზით აქეთ, ოკეი, სხვადასხვა მიზეზები. მასკულინური იზიდავს უფრო გიორგისთან. და ყოფილა შემთხვევა, რომ წლების გამომწერებმა გადმოვიდნენ ჩემ ახალ გვერდზე და ჩემთან იყიდეს ბიჭებმა. ოკეი, საინტერესო ექსპერიმენტია, რა? კი. გამომწერებით 80% ქალი. იმიტომ რომ ქართველი ქალი ძალიან ყოჩაღია. აი, საგანმანათლებლო კონტენტს ქალი უფრო უყურებს, ვიდრე კაცი, ეგრეა. ჩვენი აზრით რატო? უფრო ორიენტირებულები არიან განვითარებაზე, ვიდრე კაცი. კაცს უმეტეს, ყველაზე არ ვამბობ, უმეტეს გონია, რომ ყველაფერი ისე ამან რა უნდა მასწავლოს. ნუ ეგეთი მიდგომა აქვს. სამწუხაროდ. და რა უნდა ასწავლო? სულ ერთია რა იქნება. სულ ერთია. შენ რას ასწავლე? რომელ სფეროში არ უნდა იყო. რავი, თუნდაც კლიენტების მოზიდვას სოციალური ქსელებიდან, ხო? შენს ბიზნესში ნებისმიერ სფეროს მოვარგებ, შენ რა უნდა მასწავლო? აზროვნები უნდა შეცვალო, რომ ცხოვრება შეიცვალოს. შენ ვის რას ასწავლე კვების სფეროში რო ვიყავით? მაიონეზი და ძეხვი ცუდია თქო. შენ ვისე უნდა ბაბუაჩემი ჯამდა 95 წლამდე იცხოვრა? ნუ, რაღაც ეგეთნები. ვის აქ ბიჭო აზროვნება შესაძლებელი. ხო, ეგ საერთოდ. ნუ მაგას რო ადამიანი იტყვის. ნუ ქალებშიც არიან ეგეთები, არ ვამბობ, მაგრამ
უმეტეს. თქვენ ახლა რებრენდინგსაც აკეთებთ? კი. იაგანი? კი. იაგანებია. მამა მიხსენით რა ბრენდი არის? იდეა წამოვიდა ჩემი პირველი სტარტაპიდან, რომელიც ჯერ კიდე უნივერსიტეტის პერიოდში მქონდა და ძალიან მომწონდა თამაშების შექმნა. როდესაც ეს საქმიანობა ვიპოვა, ახლა მინდა ვიმუშაო გეიმიფიკაციაზე და გეიმიფიკაციის ფსიქოლოგია ვისწავლე ძალიან პროფესიონალურად. რატომ ხდება, რომ თამაში ისე ვიქცევთ როგორც ცხოვრებაში, მაგრამ თამაში ბევრად მარტივია რისკები გაიღო და რაღაცაები უფრო უმტკივნეულად დატესტო და დოფამინი და ასე შემდეგ უფრო ჩართულობა იმატებს და იაგანი წამოვიდა მნარდში კამათლის გაგორებიდან, როდესაც ორი ადამიანი ერთად გორდება, ორმა გდება სვლა, ანუ 4 ხდება. და არის ქართული სიტყვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ საერთაშორისო ბაზარზე რო გავა, მინდა რომ ეს კულტურა წავიღო და თან ისე ჟღერდეს, რომ უცხოელისთვისაც მარტივი გამოსათქმელი იყოს. და ეს თქვენი მოგზაურობა რაღაცნაირად თქვენი ხედვის ნაწილია ბიზნესთან და ცხოვრებასთან დაკავშირებით, რა ხედვა, ჯერ წახვედით სამოგზაუროდ რამოდენიმე თვე, როგორც მე მივხვდი და მერე გაგიტყვათ. სტრატეგია არ იყო, უბრალოდ ყოველთვის გვინდოდა ბევრი რამის დატესტვა და მთავარი მისიაც ონლაინ ბიზნესის და ზოგადად ბიზნესის ქონის იყო დროის, ადგილის და გარემოცვის თავისუფლება, სად რას როგორ გააკეთებდა. თუ ამ რაღაცას აღწევ და მაინც არაფერს არ ცვლი, რაში გჭირდებოდა ამ ხელა თავისუფლება, თუ არაფერში არ გამოიყენებდა. რადგან გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბევრი რამე მოვსინჯოთ, ბევრგან ვიყოთ, რამდენი ხანიც გვინდა, ვისთან ერთადაც გვინდა, როგორ გარემოცვაშიც, რატომაც არ მოვსინჯოთ ბევრი რამე ცხოვრებაში. ხო, თან ენტერპრენიორობამ, როგორც მე მივხვდი, ეს დროის მენეჯმენტის აზროვნება შეგიცვალათ და დროს რაც შეეხება მოგზაურობის დროს ნელდება დრო. მაგას დავაკვირდი, რაც უფრო მეტი რამე ხდება შენ ცხოვრებაში, მით უფრო მეც ცხოვრობ, ანუ მეტი მოვლენა ხდება და გონია რომ მეტი დრო გაქვს. ილუზია იქნება რაღაცნაირად ეგეთი. ბევრი ცხოვრება. და 2025 მაგიტომაც იყო ჩემს ცხოვრებაში კონკრეტულად საუკეთესო. იმიტომ რომ ტაილანდის ორ საუკეთესო კუნძულზე ვიცხოვრად, მერე ბალიზე გადავედით. სხვადასხვა ანუ ქალაქები. ძალიან ბევრი ლოკაცია შევიცვალეთ და ემოციების ნაკადი იყო სერიოზული. და მეორე არის გარემოცვა. ძალიან მნიშვნელოვანია კულტურულად შეადარო და შენს ქვეყანას და შენ თავზე ბევრად მეც იგებ, როცა სხვას ადარებ. და ძალიან შეცვალო, რომ ძალიან წუწუნებდეთ რაღაცებს საქართველოში და უარესები ვნახეთ და უფრო ბედნიერი ამ უარესი სიტუაციით, რაც აზიას. ინდონეზია ბევრად განუვითარებელი ვიდრე საქართველო, მაგალითად. რამ მაგარ ჩემინად ბალი, როგორც ვხვდები თქვენ ბრუნდებით ახლა ამ ჩაწერიდან სულ რამოდენიმე დღეში გაფრინდებით ისევ და რატო ბალი? გარემოცვა. გარემოცვა. რას გულისხმობ გარემოცვაში? პროფესიონალები, კოლეგები, შენზე მაგრები, ვისგანაც სწავლა შეიძლება და თან ცოცხლად შეიძლება გაცნობა. და სხვა ბაზრებზე რა ხდება, სხვა ენებში რა ხდება, ამის გაზიარება ერთ პატარა ადგილზე. ერთი არის დუბაი ასეთი ჰაბი, მეორე არის ბალი და ჰავით, კულტურით და სხვა რაღაცაებით მოკლედ ბალი ავირჩიეთ. და მან დიცხოვრებთ? მე ანუ ერთადერთი ადგილია მან, საიდან წასვლა საერთოდ არ მინდა, ანუ ფონზე არ ტრიალებს ის რომ აქ უნდა წავიდე, არ მინდა არსად წასვლა ბალიდან. საერთოდ. ანუ როგორც სახში გზნობთ ავს? და ევროპაში ხარ ცოტა დაძაბული რაღაცა ისეთი რომ აქეთ რაღაცები წავიღო, იქ იქნება თუ არ იქნება, ნეტა რა ეღირება თუ რა სიტყვა რაღაცა და თითქოს აი ჩუსტებში ჩავედეთ ბალიზე. სოფელში რო ჩახვალ, აი ჩემიანები არიან რა. ანუ ნიღების არიან ქართველი ენტერპრენიორები მან. კი. გავიცანთ და ჩვენზე 10 ჯერ მაგრები ჩვენ სფეროში, ჩვენ სენაზე და უცებ აი ინგრევა ის შუშის ჭერი, რაც გეგონა და შესაძლებელი ყოფილა, მაგრამ რატო ვერ გაგიცანი საქართველოში? მაინც ორი გვე ქართველი ბალიზე უნდა აღმოჩნდეთ, რომ უცებ აღმოვაჩინოთ ერთმანეთი. ან ძალიან არჩევის საზოგადოება არის. არა მარტო რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი community, ავსტრალიელები არიან ძალიან ბევრი, რადგან ახლოს არის. აი ჩვეულებრივ კაფეში, როცა ვარჯიშობდით დარბაზში, გავიცანთ მილიონერები, მილიონი გამომწერით YouTube-ზე. რატო ხდება ეგ? იმიტომ რომ კლასებად დაყოფილი არა კაფეები, არც სატრენაჟერო დარბაზები, ანუ არ არსებობს მაგალითად 700 ლარს რო ეხტი თვეში. ჯაკუსში, ცივაბაზანაში, დარბაზში და რავი, საუნაში, ყველაფერში, კოორკინგში, მაგაზე მაგარი შეიძლება არც იყოს და უწევს მანციარული მილიონერსაც და თვეში $500-იანსაც. ანუ ერთადერთი რითიც განსხვავდებით არის ალბათ საცხოვრებელი ვილა.
მორჩა. ანუ სეგრეგაცია არ არის, როგორც ხო. ეგეთი გაყოფა. დუბაიში არის ეგ ძალიან ჩანს. ეგ სეგრეგაცია. და მანდ საერთოდ არ არის. ჩაცმულობაშიც არავინ არ ცდილობს რომ რაღაცა ოქროებით, ჭყიალობებით იგივე ბაიკს ატარებს, რავი, Yamaha X-Max მაგარი არ არსებობს მანდ. Yamaha X-Max-ი არის სტანდარტი, ღირს თვეში $150, მილიონერი ხარ თუ არა მილიონერი, მაგას ყველა დადის მაგითი, ხო? და ერთ და იგივე პერანგი აცვია, ყველამ ერთ და იგივე ადგილს იყიდა ის ჭრელი რაღაც ყვავილებიანი პერანგი და ეგ არის. ძალიან კომფორტია ეგ მაგხრა. უშუალოდ და თქვენ ჩაულებრივად იქედან დისტანციურად მართავთ თქვენ კომპანიას? კი. ანუ სტაფი თბილისში ყავთ? კი. ქუთაისში. ქუთაისში. ქუთაისში თბილისში. ხო. ქუთაისში. ანუ დისტანციურად მართავთ რეალურად თქვენ კომპანიას? კი. ყოფილა შემთხვევა რა თვეების განმავლობაში პირადად არ შევხვედრილ ვართ ზოგ თანამშრომლს ისევ თანამშრომლობდით და რაც მე რო ვცდილობთ რომ ამოვავსოთ ეს ფიზიკური შეხვედრით, მაგრამ მეორე მხრივ მენეჯმენტისთვის ძალიან მაგარია, რომ მე გწერ კითხვას, როდესაც შენ გცალია, შენ პასუხობ, როცა შენ გცალია. ისევე როგორც მენტორობაში მოსწავლეებთან და ამით ძალიან ბევრი დრო იზოგება, რომ ერთდროულად ერთ და იგივე სხვადასხვა სასაათო საათში ერთდროულად არ უნდა მოიცვალოს 2 და 10 ადამიანმა, რაც ძალიან წელავს ხოლმე ბევრი პროცესს არასაჭიროდ. ხო, ვცდილობ ტერმინი ვითარგმნო თავში. მაგრამ თითოეულ თქვენთაგან დავუსვა მაგ კითხვას, როგორ ფიქრობთ, soulmate-ები ხართ? კი. მოიცა? ჩანს? აი ესე მიწერიალის. soulmate-ი გიწერია? რა სასწაულად გავარტყი, ნახე, ხო არ ვიცოდე რა ტელეფონში არ ქონდა. რეინკარნაციის ჯერა? არა. აქ შეხვდით და ხართ soulmate. ხო. ანუ მანამდე არ ყოფილიყართ. მე არ ვიცი, იმიტომ რომ არ ვიტყვი რა თქმა უნდა. არ ვიცი. არ მქონია ეგეთი გამოცდილება, სწავლა ძალიან მიყვარს და როგორც ამბობენ, ერთი მთლიანი რო გაიყო, ორი საპირისპირო. მე დავინტერესდი ბოდიში, შენ ფონბუქში როგორ გიწერია, გიორგი. ოკეი. სასაცილოდ. ნუ გიორგი ორზახია მოკლედ. არა, ჟიორგი კარტხაზია მეწარა, იმიტომ რომ ეს გაშარჟებული ვარიანტია და როცა სწავლობდა რუსეთში, კარტხაზიას ეძახდა, იმიტომ რომ ის გვერდს ვერ გამოთქვამდა და რაღაცა ესა სასაცილოდ. სასაცილოდ შემოგჭა. კი. რა იცი, რანაირ ცხოვრებას ხედავთ? ანუ თქვენ არ ხართ ისეთი განცდა მაქვს, რომ ორივე ხართ რაღაცა სისტემის მიღმა ტიპი. ანუ აი ჩემ პირად განცდას ვაზიარებ, იმიტომ რომ სისტემა მაინც უფრო შვიდია, გაიზარდე რაღაცა ოჯახი შექმენი, ბავშვი გაგიჩნდა, აი ეს არის სისტემა. თქვენ სისტემას არ მიყვებით, რაღაცნაირი მოგზაურობა გაქვთ თქვენი, ანუ კი შეხვდით ბიზნესში, ორივეს მოგინდათ ერთად ყოფნა და ბიზნესის ერთად კეთება. როგორ გონია, წარმოგიდგენიათ, რომ ბიზნეს არ აკეთებდეთ, მაინც ერთად იქნებოდით? აი ბიზნეს ფაქტორი რო გავწიო, იქნებოდით ერთად? არა მგონია. სხვა ადამიანები ვიქნებოდით ალბათ კი, მაგრამ სხვა ადამიანები ვიქნებოდით. ძალიან განაპირობებს ჩვენ ხასიათს, ჩვენს აზროვნებას, ყველაფერს, ჩვენი საქმიანობა. იმიტომ რომ პირდაპირ შენი აზროვნება ძალიან მოქმედებს შენს მატერიალურ და წარმატებაზე ბიზნესში უფრო მეტად ვიდრე ხელფასზე, რაღაც არც გარანტიები გაქვს, არც მინიმუმი გაქვს, არც მაქსიმუმი გაქვს, ძალიან განაპირობებს ვინ ვართ. წყვილების 80% იშლება ფინანსური საკითხების გამო. სოფლიო სტატისტიკა მოყავს? ხო. ამაში ვთანხმდებით და ეგ არის ძალიან დიდი კომფორტი და მეორე მხრივ ძალიან ხშირად გვეუბნებიან, რომ სულ 5-6 წელი ხართ ერთად, რაღაც ისეთ შეერთაბეჭილებაა, რომ მთელი ცხოვრება ერთად ხართ, ზოგს უთხოვს, რომ დაძმახო არა ხართ და ეგ მოხდა იმის ხარჯზე, რომ როდესაც ორი სხვადასხვა კარიერა აქვს ადამიანს, დილიდან საღამომდე ორ სხვადასხვა რაღაცას აკეთებს, სხვადასხვა ადგილას, 2 საათი თუ აქვს დღის ბოლოს ისეც კარგ შემთხვევაში ბავშვების და რაღაც აყოლის შემთხვევაში რომ ერთად გაატარონ, აი ეს ზუსტად დობის 8 საათი რომ უნდა ჩამოაყალიბოს კლიენტმა, ისეთი საათები ერთმანეთის ცოდნის და გაგების და კომუნიკაციის 2-2 საათით გროვდება, რა დაუგროვდებოდა 6 წელში ვიღაცას და ჩვენ. ასე რომ ძალიან შეიძლება 20 წელში იმდენი არ დაგუგროვდეს სხვას, რაც ერთად გვაქვს გატარებული და ცალ-ცალკე მუშაობის მოთხოვნილებაც და განცდაც პიროვნული ზრდაც აქედან წამოვიდა მოთხოვნილება, რომ ცალ-ცალკეც აღმოგვეჩინე საკუთარი თავი, დამოუკიდებლები ყოფილიყავით, იმიტომ რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ორივეს მთავარი ღერძი
და ხო მაგასაც ძალიან ვაპრიორიტეტებთ. გვაქვს ერთად დროც და ცალ-ცალკე დროც ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია თქვენაირი ახალგაზრდებისგან ასეთი გაცნობიერებული ცხოვრება. მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი. რაც სასიამოვნოა ჩემთვის, იმიტომ რომ მე ალბათ თქვენ ასაკში რო ვიყავი, ასე არ ვფიქრობდი. და ბევრი სისტემური ნაბიჯის გადადგმა მომიწია იმისათვის, რომ მივხვდარიყავი, რომ სისტემაში რაღაცები არ მომწონს, არ მიყვარს და შესაბამისად მე გადაწყობა ჩემი ცხოვრების. და თქვენ გადაწყობას კი რა აწყობას აკეთებთ და ეს რაღაცა უფრო მოკლე გზად მეჩვენება. იცი რა მითხარისო, არის რაღაცები, რაზეც ვერ თანხდებით? ურთიერთობაში? გინდა ბიზნესში, გინდა ურთიერთობაში. აი შენ ახსენე, რომ ამაში ვთანხმდებითო. კი. ფინანსებზე თქვი? მაგრამ არის საკითხები, რაზეც ვერ თანხმდებით. აი უფრო რაღაც შეიძლება იყოს აზრის გამოთქმის ფორმა, ან რადიკალიზაცია, მე უფრო რაღაც რბილად მიყოს. ერთ-ერთი საუკეთესოს ვიტყვი და არა საუკეთესოს. აი რაღაცა ეგეთ მნიშვნელოვანი თუ არ ვეთანხმებით, მაგიტომ მინდა რომ პლატფორმა გქონდეს თვითგამოხატვისთვის, რომ მე ასე ვთქვა, შენ ესე თქვა. ეგ იყო უბრალოდ მნიშვნელოვანი ჩემი თვითგამოხატვისთვის, მაგრამ რაც მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე და ვერ ვთანხმდებით, თითქმის ეგრევე განვიხილავთ. ანუ არაფერს არ ვიტოვებთ და არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ განვიხილეთ და მეორე ადამიანმა არ შეცვალეს რა. რამე რიტუალი გააქვთ მან განხილვის? არა, უბრალოდ საუბრობთ ყოველდღე. აი უბრალოდ ხო, ანუ თუ არ ჩააჭირი მტკივნეულ ადგილს, არ გაგივლის. მასაჟის პრინციპი რა და მტკივნეულ თემაზე ის hard conversation-ი უნდა მოხდეს, რომ ეგ პრობლემა მოაგვარო. ოკეი. მე ასე ვიგრძენი, როცა შენ ესე აკეთებ, თუ შეიძლება ესე კი არა, ესე. ხო, არასასიამოვნო საუბარი აუცილებელია. სანამ არ დაიძაბა ძალიან. და ყოფილა რომ ძალიან დაზაბავა. კი. კი, მაგრამ ყვირილზე არ გადასულა და სხვა რაღაცებზე რისიც ყველაზე მეტად წარეწყენამდე და ჭუბამდე მისულა. არასდროს. ზუსტად იმიტომ რომ მალევე ვამბობთ ყველაფერს. არ ველოდებით სანამ დაგროვდება. რავი, შვენიერია. და ესე იგი თქვენ საბოლოო ჯამში დღესდღეობით და განიხილავთ ფორმას, რომ არა მარტო მარკეტინგი, არამედ ბიზნესის დასპლიტოთ და ცალ-ცალკე აკეთოთ. არ არის გამორიცხული არაფერი. თუ გადავალთ ინგლისურენოვან კონტენტზე და ჩემი აზრით გადავალთ. მათ ჩვენ თვალში ფიქრობთ მაგაზე? აუცილებლად. ნუ მე ინგლისური უფრო კარგად ვიცი, ამიტომ რაღაცებს უფრო სწრაფად ვაკეთებ და ხო შეიძლება რაღაც ჩემი ცალკე გავაკეთო. მეორე, ნუ პირველად ვიტყვი აქ სხვაგან არ მithქვამს ღიად, გეიმიფიკაცია, რადგან ესე ძალიან შემიყვარდა, მინდა რომ ამ ყველაფერს მივცე თამაშის ფორმატი და იდეები მაქვს, პროტოტიპი მაქვს უკვე ინგლისურად შექმნილი მთელი ამბები. დროებით დავაპაუზე ზუსტად ისევ იმიტომ რომ ხვდები რომ ორ კურდღელს ერთად რო გამოვეკიდო ეს მცირდება და ის ჯერ აშენებული არ არის და ჯერჯერობით ამის დრო არ არის სანამ სისტემები კარგად არ მოხდა წყობილი. კარგი. მაშინ მოდი ადამიანებს რომელიც ფიქრობენ თავის მეწყვილესთან ერთად გააკეთონ საერთო საქმე თუ არა, რას ურჩევდით? რას მიაქციო ყურადღება? აი რა არის მნიშვნელოვანი როგორ თქვა, ჩეკლისტივით რო შევხედოთ, რომ აი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეგ ხო გარდაულად აუცილებელი პირობა არ არის, რომ საქმე უამრავი წყვილი არის, რომელიც საქმეს არ აკეთებს ერთად. უმეტესობა. ხო, უმეტესობა არის, პირიქით, ეგ არის გამონაკლისი ან სისტემურად ყველა ცალ-ცალკე არის მაგ საქმეში და რა შემთხვევაში ღირს რო წყვილმა განიხილოს თუნდაც პროექტი გააკეთოს ერთად, არ არის აუცილებლად რომ მთელი საქმიანობა იყოს, მაგრამ რაღაცა პროექტი განიხილოს ერთად. აი რა შემთხვევაში იქნებოდა თქვენი აზრით ეს განწირული წარმატებისთვის? დამთმობი უნდა იყო, თავისუფლება უნდა მისცე. არ ელოდო შედეგებს, რავი, პირველი 2-3 წელი. ეგ არის ყველაზე დიდი რისკი. თუ მზად ხარ ამისთვის? მე დავამატებდი, რომ მეორე ადამიანს უკვე უნდა უნდადეს, შენც უკვე უნდა გინდოდეს და ვიღაცის ხათრით შეცვლას და გადაკეთებას არ უნდა ქონდეს ადგილი. აი ეგა ზუსტად ყველაზე რთული. რავი, მეგობრებო, მე გისურვებ წარმატებებს. ამ გზაზე, ძალიან საინტერესო გზაზე, მაყურებელს ვეთყვი, რომ მული იქნება ვიდეოს ქვეშ კურსის
საავტორო კურსის რომელიც გააკეთეს ილისომ და გიორგიმ კონტენტის კრეატორებისთვის და კონტენტ მენეჯმენტის და კონტენტ მარკეტინგის კუთხით და შეძლებთ ისწავლოთ და წაწიოთ თქვენი ბიზნესი წინ. და თქვენ გისურვებთ წარმატებებს, აუცილებლად ჩამოვალ ბალიზე, არავარ ნამყოფი, აუცილებლად გინახულებთ, აუცილებლად შევეხები იმ vibes, რომელსაც თქვენ აღწერთ. მიჩემ საინტერესო არის და სანამ დავასრულებთ ჩაწერას, აქვე მინდა გაჩქოთ ხელი მოგიწერეთ ჩემ წიგნზე კაცმანობის გარეშე, მეგობრებო, ეს თქვენი ეგზემპლარი. მადლობა თქვენ და შენ გისურვებ, რომ ცოტა ხანში 4 ნივის ხდებთ. კი მე სიამოვნებით განვიხილავდი მაგ ოფციას. მე საერთოდ მე გულწრფელად გეტყვი, რომ მე ცხოვრების პირველ ეტაპზე ეგო ეტაპს ვეძახი ამას. მე არ მქონდა საერთოდ ეგ იდეა. არ მქონდა ფიქრი იმაზე, რომ მე ჩემ პარტნიორთან ერთად მინდა საქმე ვაკეთო. ეგ იდეა უფრო მეორე ეტაპზე გაჩნდა ჩემი ცხოვრების. მე სხვადასხვა მე მყავდა ჯორჯიკია, წერდი ალექსანდრეს, რომელმაც მე ჩემი ვედური რუქა რო განიხილა. მან ჩემთვის კარმული კვანძი არის პარტნიორობაში და არ არის გასაკვირი რატომ მომივიდა ეგ იდეა. იმიტომ რომ საინტერესო არის რომ ამ სამყაროშიც გამოცადო საკუთარი თავი, გამოცადო რა შეისწავლო. საბოლოოში გამოცდა ის კი არ ნიშნავს რომ ვიღაცა სდის. არამედ ალბათ იმ გზის ნაწილია, სადაც შენ უკეთესად იცნობ შენ თავს და ეს ცხოვრება არის მაგაზე. ამიტომ თუ ამის შესაძლებლობა არის პარტნიორთან ერთად, why not? რა მაგარია. ამიტომ მე აღთოვანებული ვარ თქვენით. მომწონხართ, გისურვებთ წარმატებას და შეხვედრამდე ბალიზე. შეხვედრამდე და მიშა ანდღულაძემ როგორც გითხრა, ჩემთვის ერთი კოიკა იქნებაო და კი შენთვისაც იქნება საერთოდ ერთი კოიკა. ოღონდ კოიკა ზომას დახედე, კარგად დაიმახსოვრე და ლეჟაკარ დამახვედრე. მადლობა მეგობრებო, მადლობა მაყურებელს, მადლობა მსმენელს, მადლობა გუნდს, ყველა მის დრო გამოყო და ჩვენთან ერთად გაატარა ეს მშვენიერი დრო ინსაიტური. შეხვედრამდე. მადლობა.